მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას ცხელი შუადღე, მაგრამ ჯერ წარეჭავე კვადკვილი, თუმცა წარი არ არის, მაგრამ ახალი ამბები ჩვენ სიტყვებთან შედარებით მომწერო გემოსი არის. ამ მომწერო გემოს ანეიტრალებს ჩვენი ძვირფასი წამყვანი, რომელიც ახლა გამოჩნდება და რომელიც ნიუსებთან ერთად დაგიბრუნებთ თვალს. მოგესალმებით ნატა. გამარჯობა შალვა, სწორედ ამ დროისათვის გავითარებულ სიახლეებს რამდენიმე წამში გაგაცნობთ. სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების სტატისტიკა შემცირებულია. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ეს ხელისუფლების არც ერთი შტოს წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ არის. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით ეს მათი ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ორივე მაღალჩინოსანს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ამ დრომდე პროკურატურას ქუთაისის სასამართლოსთვის ამ შინაარსის განცხადებით ჯერ არ მიუმართავს ბრალდება. დაკავებულების პატიმრობას ითხოვს დაცვის მხარე კი გეგმავს სასამართლოზე შუამდგომლობა დააყენოს, რათა დაკავებულების მიმართ არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენონ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ, თუმცა ამის შესახებ ადვოკატებს ინფორმაცია არ აქვთ. საქმის მასალები გადმოგვეცა, ეს ბრალის წარდგენის შემდეგ მოხდა, ჩვენ ვეცნობით ამ ეტაპზე. ველოდებით დღეს სავარაუდოდ შევა პროკურატურა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ვნახავთ, ჩვენც გვექნება ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი. რაც შეეხება ბრალდებას, ახალი არაფერი არ დამატებია ბატონ მერაბიშვილს, იგივე მუხლებია, რომელიც იყო მისი ბრალდებულად დაკავების მომენტისთვის. ახალგაზრდული ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე ხელისუფლებას წინა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერაბიშვილის დასაქმების პროგრამის გამო დაკავება აბსურდულია. თქვათ, რომ რაღაც ჩარჩოებში უკანონოდ დაასაქმა, მაგრამ იმ ადამიანმა დაასაქმა 22,000 ადამიანი და დღეს ქართული ოცნება, რომელმაც ერთი სამუშაო დამატებითი ადგილიც კი ვერ შექმნა არჩევნების შემდეგ, აკავებს ოპოზიციური პარტიის ლიდერს ამ აბსურდული ბრალდებით. აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი მეტალურგი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დახურული ბალონის აფეთქების შედეგად მათ ფოლადის ნადნობი გადაესხათ. ორივე მათგანი ჯერ რუსთავის საავადმყოფოში მოათავსეს. 1 საათის წინ კი დაშავებულები დამწრობის ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მეორე დაშავებული 58 წლის მამაკაცი კი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადის. მეტალურგიულ ქარხანაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მიმდინარეობს გამოძიება. ორი ადამიანი დაშავდა სამუშაოების შესრულების დროს. მოხდა დახურული ბალონის აფეთქება, რა დროსაც ფოლადის ცხეს გადაესხა. მართალია დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ რამ გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა, მოკვლევა უკვე დაწყებულია. დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ქარხანა დაფარავს. დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ლიტერატურული ფორუმი დიალოგი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ბრიტანეთის საბჭომ უკვე მესამედ მიიღო. ფორუმში ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით მონაწილეობდნენ ბრიტანელი რედაქტორები და გამომცემლები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის აქტუალობას. შეხვედრაზე გაკეთდა მოხსენება თემაზე მხატვრული თარგმანი, როგორც სიყვარულის ობიექტი, ასევე განიხილეს მკითხველთა რაოდენობის შემცირების პრობლემატიკა, სახელმწიფო მხარდაჭერა და სტრატეგია ენთუზიასტი გამომცემლებისთვის. მხარეებმა ასევე არსებული პრობლემების მოგვარების სხვადასხვა გზებზეც ისაუბრეს. წლევანდელ ფორუმს ეს სტუმრა დაახლოებით 15 სტუმარი საზღვარგარეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან ყავს წელს სტუმარი, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ერთგვარი სადისკუსიო სივრცე დაუთმო კულტურის სამინისტრომ, როგორც უცხოელ გამომცემლებს და ლიტერატურის აგენტებს, ასევე ქართულ გამომცემლებს და თარგმნელებს, რათა იმ პრობლემებზე, იმ საკითხებზე იმსჯელონ, რომლებიც ძალიან აქტუალურია მათი სფეროსთვის. ქართული ლიტერატურის მსოფლიო ბაზარზე წარმატებით გატანას ძალიან დიდ
ზოგადად უწყობს ხელს კარგი თარგმანის შესრულება. და ჩვენ დღეს უნდა საშუალება მე სწორედ ამ თემით ვარ ჩამოსული თბილისში, რათა წარმომედგინა ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის მიერ შემუშავებული თარგმანის სტრატეგიები, რა ხერხებს უყენებთ თარგმანის დროს, რა გზებს მიმართავთ, იმისათვის რომ ხარისხიანი თარგმანი მევაწოდოთ გამომცემლებს. ამ წუთებში ენერგეტიკის მინისტრი ჟურნალისტებს ხვდება კახა კალაძე მიმდინარე წელს დაგეგმილ გაზიფიცირებასა და სხვადასხვა რეგიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანების გეგმაზე ისაუბრებს. ჩვენ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, როგორც მოგესალმებათ, საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირების საკითხი ძალიან აქტუალურია და ამასთან წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს, უზრუნველყოს ბუნებრივ აირზე ხელმისაწვდომობა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით. კომპანიებთან ერთად ბოლო თვეების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა იმ რეგიონების დაბების თუ სოფლების იდენტიფიცირების მიზნით, სადაც შესაძლებელია გაზიფიცირების ღონისძიების გატარება. შედეგად შემუშავდა გეგმა, რომელიც 2014 წლის ბოლომდე 85,000 აბონენტზე მეტი ოჯახის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით პრაქტიკულად ყველა რეგიონია მოცული და აღნიშნული გეგმის განხორციელების შემდეგ გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით განხორციელდება ათეულობით მილიონობით ინვესტიცია. გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს თავად სამინისტრო განახორციელებს. ამასთან დეტალური ინფორმაცია იქნება განთავსებული სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე თუ რომელ სოფლებში იქნება გაზიფიცირების სამუშაოები გატარებული და რომელ დროისთვის იქნება გაკეთებული ეს ყველაფერი. სახლში გაზის შეყვანა დაახლოებით 400-დან 600 ლარამდე ღირს და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით რეგიონებში მოსახლეობას ამ თანხის გადახდა ძალიან უჭირს. ამიტომ ჩვენ კომპანიებთან მოლაპარაკების ნიადაგზე მოვახერხებთ ის, რომ ადამიანებმა რომ ერთდროულად არ გადაიხადოს 400-დან 600 ლარამდე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ეს თანხა გაიწეროს რამოდენიმე წელზე და 25 ლარი შეადგენს ამ თანხას, ამ თანხის გადახდის მერე შესაძლებელი იქნება გაზიფიცირება, ანუ გაზის შეყვანა თითოეულ ოჯახში. მე აქ წარმოგიდგენთ დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოებს რეგიონების მიხედვით თუ რამდენი აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. მაგალითად, აჭარაში 2450 აბონენტი, გურიაში 4545, იმერეთი 25428, კახეთი 6579, ცხეთამთიანეთი 3671, სამეგრელო ზემოსვანეთი 12277, სამცხე-ჯავახეთი 9782, ქვემო ქართლი 9868 აბონენტი, შიდა ქართლი 6599 აბონენტი. სულ საერთო ჯამში შეადგენს 86199. ეს სამუშაოები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება. საერთოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დარჩენილია სადღაც 200,000-მდე აბონენტის გაზიფიცირება და 2015 წლის ბოლოსთვის 2016 წლამდე ჩვენ სრულად დავასრულებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაზიფიცირების გეგმას. მადლობთ. ხაზებთან დაკავშირებით თუ შეიძლება, მირაბიშვილის და ჭიაბელიშვილის დაკავშირებით კითხავს უპირისპირდება კომენტარის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური გეგმა. როგორ შეაფასებთ ამას ორივე სკოლა? პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების დაკავებას. მე მინდა თქვა და ძალიან ხშირად ვამბობ ამას, რომ კანონი არის ეს გახლდათ ბრიფინგი ენერგეტიკის სამინისტროში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან კი ამ წუთებში ხმაურია ყოფილი პოლიტპატიმრები ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. მირიან გორგოძეს ვთავთ ქუთაისიდან დეტალებით. მირიან, გისმენთ. დიახ, ჩვენ ახლა ამ წუთებში ვიმყოფებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც შეკრებილები არიან პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული ადამიანები. ეს ადამიანები მართავენ ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას და ეს ადამიანები ამბობენ, რომ აქ მოვიდნენ იმის გამო, რომ სასამართლო პროცესის მონიტორინგი აწარმოონ. როგორც ცნობილია, ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი სწორედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს. ჩვენ
ეხლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ვიხილოთ თუ რა სიტუაცია არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მე ხა ოპერატორს ვთხოვ, თქვენ პირდაპირ ეთერში განახოთ თუ რა ხდება სასამართლოს ეზოში. დიდი მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო ამ დროისათვის განვითარებული სიახლეები. თქვენ წინ ცხელი შუადღე გელოდებათ, ასე რომ არ გადართოთ. მადლობა ნატას. მოგესალმებით ძვირფასო ელემაყურებლებო. მოგესალმებით ყველას. საინტერესოა როგორი დილა გაუთენდათ ახერმოძელებს KPZ-ზე. საინტერესოა თასმიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა თუ არა თუ უთასმო. კამარი მოსნეს ალბათ და როგორი ზომა და ეს ყველაფერი. დეტალები შენ უკეთესი შევა. მე მინდა ხვალ შენ ჩაგენახო თუ შეიძლება. ანუ ჩემი რუბრიკის სტუმარი იყო. არჩევები. სტუმარი არა, მე მგონი წაყვანა უნდა შენ. რუბრიკას მართმევ შალვა? ერთ დღე ხო შეიძლება არა რომ არჩევები. თემა იქნება? არჩევები დაკავებულ ახერმოძელებს. ანუ მე როგორც გამოსტილი ზეკი, ასე ვთქვათ, ნაციხარი კაცი, მივცებ რჩევებს თუ რა ჯობია, მაგალითად, სად ჯობია რომ დაწვე. ასე არჩევანის საშუალება არის? თუ იქნება არჩევანის საშუალება, იმედია იმ კამერაში არ შეუშვებენ, სადაც არჩევანის საშუალება არ ეძლევათ და კიდე მაგალითად როგორ უნდა მოითხოვოთ დამატება ლობიოზე, როგორ უნდა მოითხოვოთ? აი ხო არ დავიწყებთ ახლა ამას ლაპარაკს, ეს პირადად ძალიან დამაინტრიგა და დამაინტერესე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მახერმოძელი. დაწვასთან დაკავშირებით სად ჯობია რომ დაწვა? ზედასართულზე? არა, საერთოდ უპრიანი რომელია. უნდა შეხედო საკანს უნდა შეხედო. ანუ თუ საკანში KPZ-ზე ეს არ არის, მაგრამ გდანში თუ გადაიყვანენ, იქ იქნება შკონკა რეშკასთან, ანუ ქართულად. ანუ თუ საწოლი იქნება პანჯარასთან, ჯობია რომ დაწვე პანჯარასთან. ოღონდ თუ არ ბორგავ. თუ ვანომერაბიშვილი ბორგავს, ჯობია რამდენი რამეა გასათვალისწინებელი. ვანომერაბიშვილს და ვანოა დაჭერილი ჯერჯერობით. კარგი, ამაზე ვიზრუნოთ, ოდნავ მოგვიანებით. ანუ ხვალინდელი სხვებს რო დაიჭერენ, მე სხვებზე ერთად არიან. პერსონალურად პირადად ვანოს მინდა რომ მიმართოთ. და ერთად არ არიან ეგ და ჭიავერაშვილი, იმიტომ რომ პაძელნიკები არიან და ალბათ გავყეს ერთმანეთს. სხვა შორის მე მინდა ერთი ვიდეოს გაშვება, მაგრამ კედელზე ცოტა დროს გავუშვათ, ხო ეგ? კი ბატონო. მანამდე უბრალოდ თემები დავაანონსოთ, ვის რა თემა გვექნება და ვის ვინ ეყოლება სტუდიაში სტუმრად. ჩემი გადაცემის თემა სიცოცხლე დაბადებამდე და ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება გინეკოლოგი, მშობელთა სკოლის დირექტორი ქალბატონი მაკაჩიკოვანი. ჩემი სტუმრები იქნებიან თეონა ლომთაძე, ფსიქოლოგი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის გამგეობის წევრი და კახი კინწურაშვილი მსახიობი. რაც შეეხება თემას, ეს იქნება მეგობრობა ქალსა და მამაკაც შორის. რამდენად შესაძლებელია? შესაძლებელია დააობენ. ზოგჯერა და ზოგჯერა. კი, სხვა შორის შეიძლება, მაგრამ იცი როგორი მეგობრობაა? მაინც დისტანციური. არის დისტანციური. ძალიან ახლო მეგობრობა, როცა მამაკაც ყველაფერს უყვები, თქვათ, ქალების შემთხვევაში. ალბათ იქ რაღაცას იტოვებ, მაინც ხო სათქმელს. მე პრინციპში შენ როგორ ფიქრობ, შენ პირადად? არ ვიცი. მე მყოლია. მე პრინციპში მყავს. აი რომლებთანაც ძალიან ისე ანუ თქვი რომ შეიძლება ქალმა და მამაკაცმა იმეგობროს. ალბათ კი. კი, მაგრამ არა მხოლოდ დისტანციურად. ხო არ დაგალაპარაკები ხალები რა. უცირესობაში ხარ, შალვა, აბა როგორ გინდა? ვინ არის გოგო უცირესობაში? ეხლა მაგ ხშირად დილაპარაკე და ტაბურეთს გავუქნებ და თავს გამიტეხავენ. სტუდიას გულისხმობ დავაკონკრეტებ. მოკლედ, მე და გვანცა ვართ მეგობრები.
მეგობრები, ყველაფერს უყვებით ერთმანეთს და ძალიან გვიხარია. ესე იგი არსებობს ქალსაცმელი შორის ურთიერთობა. ჩვენს პროდიუსერ გვაქვს. ჩვენ აბა მეტი გვანცი აქვს ვინ იქნება ნახსენები ჩვენ გაცემაში. კარგი, შენ თემაზეც ესეც ხარ არის მნიშვნელოვანი, რომ ორივე დაოჯახებულები ხართ. შეიძლება, არ ვიცი, დაოჯახებულები რო არ და ერთმანეთის და მეუღლესთან რომ მეგობრობ. ესეც ხომ არ არის მეგობრები იქნებოდი, ისეთი ხასიათი აქვს მაგას, რომ მაინც ესეთი გოგოა, რომ ერთხელ უნდა მოვიწიოთ გაცემაში. აუცილებლად ეს უნდა მეთქვა ახლა. გავაცნოთ ფასად. ჩემი გაცემის თემები განსაზღვრულია უკვე წინასწარ, ვილაპარაკებთ იმაზე ახერმოძის წევრების დაპატიმრებაზე. ეს ტერმინო დამკვიდრდეს ძვირფასო მაყურებლებო, ახერმოძე არის დასამკვიდრებელი ტერმინი. და ჩემთან სტუმრად მოვა ზაქარია ქუცნაშვილი, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების წევრი და მოვა ყოფილი უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი, პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი და ვისაუბრებთ აი ამ თემებზე. ძალიან საინტერესო იქნება ამაზე საუბარი. ეხლა ჩვენ დავიწყოთ კედელზე ცოცვა. კედელზე ცოცვა. დავიწყოთ. თქვენ თუ გაეცანით, თქვენ თუ იცით, რომ ახერმოძის ლიბერტარიანულმა ფთამ უარყო მიშა, დაგმო მიშა და შეერთო არტოშანს. იცით ეგა? კი, ძალიან ბევრი და სიტყვა გაემიჯნა, ძალიან დაგმო. აქტუალურია სოციალურ ქსელში და ამასთან დაკავშირებით მე სამი პოსტი მაქვს და თუ შეიძლება მე დავიწყებ და ტრადიციას არ დავარყო. პირველი აკაკი შანიძე გაემიჯნა ქართულ ზმნას, მე ვემიჯნები ჩემს სამუშაო მაგიდას, რამე თუ სიგარეტი უნდა მოვწიო და მოვალ და ვარც გაემიჯნა კოკორი გადახვეო და იასა. ძილისპირული ერთ-ერთმა აქტიურმა Facebook-ელმა კუნჭულია წერს ძილისპირული გადავალე თვალი დღის პოსტებს მიშას დღევანდელ გამოსვლას აშკარად დაუპირისპირდნენ მისი პარტიის მომცრო წევრები და მათი ცოლები ან მეგობარი ქალები. სდეკ მიშა ამ მხოლოდ დაკვირვებით ილაპარაკეო. აქამდე მიშას მიმართ მათი კრიტიკა ნული სტოლი იყო. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ჩიორა ტაკტაკიშვილი წერს მეგობრებო, მოусმინეთ პრეზიდენტის განმეორებით განცხადება ჩრდილოეთთან დაკავშირებით. ძალიან წუხარ რომ ისეთ სერიოზული გამოცემა როგორიც ტაბულა. ზეთი სერიოზული. ვერაც და მიკერძოებულ და კონტექსტთან ამოგრჯილ ინტერპრეტაციას. თუ მხოლოდ ამ ინტერპრეტაციას დაუჯერებთ, პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა LGBT საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება. თუ იმას ეჭვებარება, რომ ეს მაინც ასეა, საკმარისია გაიხსენოს პრეზიდენტის პირველი გამოსვლა მაშინ, როცა პრემიერი და მარგულაშვილი ჩირგვებში იმალებოდნენ და ქუჩებში ისევ ძალადობა გრძელდებოდა. წუხვარც, რომ ამ შემთხვევაში IPN-ი უფრო პროფესიულ ინფორმაციას ავრცელებს, ვიდრე ტრაბულას რედაქტორი. 4G-ს ჯერ ვერ გავეცანი. ასეთი ძიმე მდგომარეობაა სხვათა შორის. ორა სამარცხვინო ფრაზა მცხვენია რომ ქართველი ვარ AOS გრუზინები. აქტიური ახერმოძელი წერს საზოგადოება რომელიც ერთმანეთს ვანოს დაჭერას ულოცავს და კიდოვანის და კახათარგამაძის აღდგენილი სამართლის ჯერა სულაც არ არის საზოგადოება. მე მინდა უბრალოდ აი ის რა ქვია რაღაცეები რაც გამოხატეს ახლა ახერმოძელება ყოფილმა და მიშა დაგმეს აი ამ ერთ მოკლე დაგმეს ხო გაემიჯნენ ამ ერთ მოკლე ვიდეოში გამოსახო თუ შეიძლება ვიდეო ეკრანზე მოკლეა და ეხა გაუშვა რეჟისორო ახლა არ მოგწო სააკაშვილი ხო ერთხელაც კიდე იმათონო პრობლემა არ არის მაგრამ ახლა არ მოგწო სააკაშვილი ხო აი ეს არის პასუხი. ამას ქვია ტანის ვარჯიში. ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი, ხო? აი ესეთი ვიდეო. ჩემი ფავორიტი პოსტი მართალია არაპოლიტიკურია, მაგრამ მაინც უნდა წავეკითხო. 50 ჟურნალისტი, რომელიც უნდა ცემო სანამ ცოცხალი ხარ. ეს სადიზმია. მან სი სათავეში არის ერთ-ერთი ჟურნალისტი. არ ჩამოვთვლი, თუმცა კორექტივების შეტანა ნებისმიერ შეუძლია. ეგ არ არის თორე ცემა არაპედაგოგიური. მეტად კომენტარები მიხეთქავენ გულს ნებისმიერ თემაზე, ხო, ხათუნა მჭედლით წერს. მე მინდა გავუშვა ვიდეო, ეს არის მასტოზე რომ მუშაობდი გადაცემა აკრედიტაციის გარეშე, სადაც კახეთში სტუმრობისას შევხვდი ზურა ჭიაბერაშვილს. ზურა ძალიან უცნაურად იქცეოდა კახეთში, ნასვამ მდგომარეობაში შედიოდა მაგალითად ერთ-ერთ მაღაზიაში, სოფლის მაღაზიაში და ქალებს, განყოფილებს აგინებდა და 51 ნომრიან პლაკატს ხედავდა და რაღაც აგრესიულად იქცეოდა, რაც უცნაურია. რაც იმას ნიშნავს, რომ წონასწორობა დაკარგული ჰქონდა. აბა იმ ნახოთ აი როგორ გამოიყურებოდა ის ამ დროს. აი შეხედეთ. თუმცა რომ ეგ უთხრა.
ერთი შეკითხვა გვაქვს. ეხლა ჩვენ ვიყავით სოფელ კაკაბეთში და ნახეთ ქალბატონები, რომლებიც არიან მაღაზიაში. რომლებიც ამბობენ საოცარ რაღაცას, არც მინდა დაჯერება, მაგრამ არც იმ ქალბატონების ტყუილი მინდა დაჯერება, რომ შენ თურმე მიხვედი უშვერი სიტყვებით მოიხსენია და პლაკატი ჩამოხიე. აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მეც უთხარი რომ ვიცნობ, მთელი უნივერსიტეტი ერთად დაოგნებული, გაშტერებული. მაგრამ მომატყუა იმ ორმა ქალმა, ხო? პროვოკაცია. კი, აბსოლუტურად. აქ რა ხდება, რა შეხვედრაა? თველზე ვლაპარაკობ. როგორ მიდის თველი? თველის შენ წინა საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში თუ ჯანდაცვის ფარგლებში ილაპარაკო? ჯანდაცვა, ახლა ტერტერაშვილი არის ვიღაცა ბიჭი და მეკითხებიან. არა, თველზე რო საუბრობ, ჯანდაცვის ფარგლებში თუ სააგიტაციო? მე მთავრობის წევრი ვარ. ხო, აგიტაციის. არნაირი აგიტაცია. მე ვლაპარაკობ. ხო. როგორც მთავრობის წევრი ნებისმიერ თემაზე, რაც შეიძლება აწუხებდეს ხო და აი თველის პრობლემები როგორია, რო გითხრა? არაფერი, მანავის წვანასაც ვიბარებთ, კაცეთელსაც ვიბარებთ. ჯანდაცვის სამინისტრო თუ ჯანდაცვის სამინისტრო ვიბარებს. არ ვიცი, ახლა ძალიან საინტერესო მომენტი, როცა მეტყვის ხალხს გაესაუბრეო და ხალხს გავესაუბრები. სახელებო ხომ მართალი ვარ. დაავალა სააკაშვილმა უწყებებს, რომ ყურძენი ჩაებარებინათ. იყო ეგრე, ხო იყო ეგრე? შეიძლება? კი, ხო იყო? კი. შეიძლება ეხაც ეგრეა. შეიძლება სანებით სადგური, სკოლა რაღაცა იბარებს. მოდი. მე ჩემთან ვდგა. მოდი. ხო, ერთად მივიდეთ. ერთად მივიდეთ. მაყოფილი ხარ თავრობით? აი ამით ამ კაც არა ხარ თაყოფილი? არა. ვა, აბა ესაუბრეთ, აბა რატო არ ესაუბრეთ? არა ხარ გენაცვალე მითხრა. რატო რა და სუ აფერისტობენ და ლაპარაკია აფერისტული ლაპარაკი და არაფერი. რა ბედნიერი ხარ, არა შა. ეგ ჩემი მოყვანილი ხო არა? რა ბედნიერი ხარ, რა კარგად გადგი თეატრი. რა კარგად დადგი, რა კარგად. მე მოგიყვანე ბაბუჯანი. აი ეს გაუში, ეს გაუში. სხვას კი ბატონო. თავრობით მაყოფილი ხარ? დიდგას კაცი თავრობით მაყოფილი ხარ? რა ვიცი, თველმა ძალიან კარგად შეიარა. თავრობით მაყოფილი ხარ თუ არა ზოგადად? ზოგადად არ შეიძლება რომ ვკითხო, შენ ხო არ მიმითითებ, რაზე ვკითხო? არა, მოკლედ ამის მერე იყო ადგილი ქონდა რაღაც ინციდენტს და ჩვენი გადამღები ჯგუფის ინციდენტიც კი არ იყო, ჩვენი გადამღების ერთ-ერთ წევრს, ჩემს ძღოლს 19 წლის ახალგაზრდას შეაგინა უბრალოდ. აი ესე მოვდიოდი და შეაგინა უბრალოდ ზურამ. ის დაფიქსირებული არ გაქვთ? ხო, კამერები გამოთიშული იყო და შეაგინა და უბრალოდ მე იმ წუთში მივხვდი რომ ეს კაცი ზურა ჭიაბერაშვილი, რომელიც სულ სხვანაირი ყაიდის კაცი იყო, არჩევნ 2003 წლამდე იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, აკადემიური წრეების წარმომადგენელი და რაღაც ბევრისთვის ძალიან საინტერესო რაღაცებს წერდა, ბევრისთვის უინტერესოს, მაგრამ ბევრისთვის საინტერესოს, გარდაიქმნა სრულად მისთვის უჩვეულო ადამიანად, რომელიც რაღაც მილსიტყვაობს და უხეშობს და ნახევარფრთხილ მდგომარეობაში რაღაცებს აკეთებს და მე იმედი მაქვს რომ ზურა ჭიაბერაშვილს მე მინდა რომ გამოუშვან გირაოთი, ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოუშვან, ეგ უნდა გამოუშვან და მინდა რომ სასჯელი არ იყოს ისეთი კაცრი. ეს ადამიანურად მინდა. უბრალოდ მას ბევრი რამ შეეშალა ამ სააკაშვილთან მეგობრობის და ძმაკაცობის გამო. აი საქციელთან დაკავშირებით ეს ერთ პოსტს წავიკითხავ, თუმცა არაპოლიტიკურია, წინასწარ გავთხილებთ. ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ის, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. ჯობია ყოველთვის კონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ უნდა გადაწყვიტო, რა უნდა გააკეთო. ნატა შემდეგი პოსტი ჩემს თემასთან ახლოს არის ბისმარკის სიტყვებია ქალისა და კაცის მეგობრობისას საფრთხე ქალსა და კაცს მეგობრობაში საფრთხეს უხსნის დაღამება არასწორად წერია და ანუ დაღამება არის ყველაზე ხელშემშლელი ფაქტორი. ანუ ხო რა არის დაღამება რა? შანს არ სჯეროდა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის აი ესეთ ნამდვილად. ქალის და მამაკაცის მეგობრობას აქვს რამოდენიმე წინაპირობა. მოდი ეს ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ თუ ქალსაც და კაცსაც მართლაც ყავთ თავის სასიყვარულო პასიები ან თუ არიან დაკავებულები, ეგ ხელშემწყობი ფაქტორია ეს ერთი. მეორე შეიძლება ქალი არ აღზრავდეს ნებას საერთოდ მოგწონდეს მასთან საუბარი ქალები რომლებიც მარტო ბიჭებთან მეგობრობენ აი გოგოები არა ეგ არ მოძოს ეგეთი ქალები მე არსებობენ მაგრამ რას პრობლემას ვხედავ ამაში ისევ როგორც მამაკაცებში ხო რა თქმა უნდა კაცი რომელიც მხოლოდ ქალებთან მეგობრობს და კაცი მეგობარი არ ყავს პრობლემატურია აი რაღაც სკოლის ასაკში ხდება ხოლმე ესე რომ ხო მან ხდება არ გვინახეთ თორე მივალთ ძალიან შორს წავალთ ამ თემით
ტაბურეტამდე მივალ და არ გვინდა. ხო და მოკლედ მე მithkomida რომ არიან ქალები, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მამაკაცში არ აღზრდავდნენ რაღაც სექსუალურ ან რაღაც რომანტიულ სურვილებს. ასეთ ქალთან შეიძლება მეგობრობა. არა, როგორ არის, იცი? კი, შეიძლებაზე არ არის. ანუ ეს არის წინაპირობა ერთ-ერთი, რომ მაგრამ შეიძლება ქალი კონკრეტულად ჩვენთვის არ იყოს საინტერესო და იყოს ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა და პირიქით კაციც. გემოვნებაზე არ დაობენ. შენ ვერ მიხვდე რა ნახა ვიღაც ქალმა, ვიღაც კაცში, მაგრამ ამათ კონდეთ ძალიან დიდი სიადკბილობა. ანუ და როცა ძალიან დიდი სულიერი კავშირი გაქვთ თქვა ქალთან, უყვები ყველაფერს ის გაძლევს რჩევებს, ბევრი გაქვთ საერთო, ხო? როგორც ნამდვილ მეგობრებს. მე აი მართლაც ეს დაღამება უქმნის რისკს ამ ყველაფერს, რომ მეგობრობა გადავიდეს სხვა ფაზაში. კი, მე ხშირად გამიგია ყოფილა, ჩვენც ყველას გაგვიგია ძვირფასო ტელემოყურებლები, ეგეც ვიცით, აგრეთ გვისმენენ ეგეთი ქალებიც გვისმენენ და ეგეთი კაცებიც, რომელიც რამოდენიმე წელი ვითომ მეგობრები იყვნენ და ბოლოს გასკდება სიყვარულის ბუშტი და ძალიან მალე გაირკვევა, რომ ყველაფერი კარგად არის. მე რა ხდება? მე ვიცი რა ხდება, ეხლა просто ვერ ვაჩვენებ. რომ მყარია მეგობრობა თუ მაგას მოგიყვება მაგას ქვია მე უკვე ოჯახი ნატა. კარგი, მომიყევით ოღონდ რეკლამის შემდეგ. კი ბატონო. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ზაქარია ქუთნაშვილი არის ჩვენი გაცემის სტუმარი, მოგესალმებით ზაქრო, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა გუშინ. ახერმოძის ლიდერების, მე მათ ახერმოძს ვეძახი, ახალი ეროვნული მოძრაობა, ეგრე დაარქვის. თუ შენ გინდა ნაციონალური მოძრაობა დაუძახი, მაგრამ ამ ტერმინს ვაპრომოუშენებთ რა ჩვენთან. მოკლედ ახერმოძის ლიდერების დაპატიმრება, ტიაბერაშვილი, მერაბიშვილი. პოლიტიკური შებასება გააკეთე მოკლედ თუ შეიძლება. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ სტუდიას, გილოცავთ ახალ გადაცემას. ნუ შეფასება შეიძლება იყოს ასეთი, რომ ქართველი ხალხის ის მოლოდინი, რომ სამართლიანობს აღდგენის კამპანია შეჩერდა და შემოიფარგლა მხოლოდ პოლიტიკური ამნისტიის და მასობრივი ამნისტიის გამოცხადებით არ დადასტურდა და მე მგონი ყველანი მოწმენი შევიქმნით იმის, რომ ახალი ხელისუფლების არჩევიდან 7-ის თავზე დაკავებული იქნენ სერიოზულ დანაშაულ ჩადინაში ეჭვმიტანილი პირები, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი განწყობა ცალსახად ნეგატიურია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირები ითვლებოდნენ აი ამ ნეგატიური, აი ამ ძალადობრივი სისტემის შექმნას. თუმცა იურისპრუდენციაში საზოგადოებრივი განწყობა არც არ ნიშნავს. აქ არის საჭირო ფაქტები და უტყუარი მტკიცებულებები. განაჩენი, გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. მე მინდა გკითხო იმ ნიუანსებზე, რომელიც შეხლა შევიდა კანონში, რომელსაც ხელი მოაწერა უსუფაშვილმა. შეიძლება დავაკავშიროთ, რომ აი ეს ადამიანები ახლა იმიტომ დაიჭირეს, რომ ამ ცვლილებების გამო სასამართლო ახლა იქნება ნაკლებად დამოკიდებული ძველ ხელისუფლებაზე. ესე შეიძლება ეს კონსტრუქცია ავაგოთ ეგეთი? კი, შეიძლება რაღაცას პარალელის გავლებაც, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ამოქმედა ეს ახალი კანონი და სტარტი მიეცა საერთო სასამართლოების მართვის რგოლის გაჯასაღების პროცესს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რითაც იმართებოდა საერთო სასამართლოებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, არა გამჭვირვალე, არა დემოკრატიულად არჩეული სტრუქტურა იყო, უნდა გახდეს გამჭვირვალე და დემოკრატიულად არჩეული სტრუქტურა. შენ ხარ ყველაზე კარგი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი რესპონდენტი თეატრი ლუგიანის მე, რომელიც ახლა ადამიანურად მარტივად აგვიხსნის რაშია საქმე. მოდი დავიწყოთ. რა იყო ადრე? იყო ასეთი რაღაც, რომ ვთქვათ, მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშნა. ხო, მოსამართლეების თანამდებობიდან მოხსნა, სასამართლოების ტერიტორიების განსაზღვრება, ანუ კადრები, უფლებამოსილებლები და ფული, რაც არის ყველაზე მართვაში ყველაზე სამი მთავარი კომპონენტი, კადრები, უფლებამოსილებლები და ფული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამგებლობაში იყო. ანუ ეს იყო გოლი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ ორგანოს, კოლექტიურ ორგანოს ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ეს არის კონსტიტუციის დანაწესი და ახალი ცვლილებითაც კვლავ ეს პირობები შენარჩუნდება. გადაწყვეტილებები მიიღებოდა, შიგნით მიიღებოდა უბრალო უმრავლესობის პრინციპით. ანუ დამსწრეები უნდა ყოფილიყვნენ სუმცირე 8 კაცი, რომ შემდგარიყო ამის ხდომა, ხოლო 8-დან 5 უნდა დაეჭირა მხარი ვინმეს მოსამართლედ დასანიშნად. მაგრამ ვიღებდით სიტუაციას, რომ 15 კაციდან 5 კაცის ნება საკმარისი აღმოჩნდებოდა, რომ ვინმე მოსამართლამდე გამწესებულა. ვინ იყო ის 8 კაცი? ვინ იყო ეს? რეალურად მას მართავდნენ ორი ჯგუფი იყო და ჯერჯერობით არის, ეს არის ბატონი კუბლაშვილის და ბატონი ცერცვაძის ჯგუფი, ვალიერ ცერცვაძის ჯგუფი. ეს ორი პიროვნება ინაწილებდნენ ძალაუფლებას შეგნით. ეს არის ზურა ადეიშვილის კადრი,
ზურა ადეიშვილმა წამოწია თავის დროზე იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ გადაიყვანა აქ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ეს პიროვნება ფორმალურად არის იუსტიციის საბჭოს დივანი. და რეალურად ხმის უფლება აქვს? კი, ხმის უფლება აქვს. კიდევ ის აქვს ხმის უფლება. პლუს იყო და არის სააპელაციო სამართლოს თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო ვინ არიან კიდევ? სხვა მოსამართლეებიც არიან, ხო? კი, მანდ არის სულ 9 მოსამართლე. 9 მოსამართლე პლუს კუბლაშვილი. არა, კუბლაშვილია 9 მოსამართლე. 9 ადამიანი. 9 ადამიანი მოსამართლე. ყველანი მოსამართლეები. ვინ გასაზღვრავს რომ ეს მოსამართლე უნდა იყოს და ეს არა? ფაქტიურად ეგ უკვე იმდენად კაცრი შერჩევის პრინციპს ექვემდებარებოდა, სამდონიან ფილტრს გადიოდა პიროვნი იურისტი მოსამართლეს თანამდებობას დასანიშნავად. პირველი მას უნდა გაევლო საკვალიფიკაციო გამოცდები. ხდებოდა მოსამართლე? არა, ვერ ხდებოდა მოსამართლე. ჩააბარებ გამოცდას ტესტირების ფორმით და დავაგროვებ ქულებს. შემდეგ უნდა გაევლო მას კონკურსი და კონკურს ატარებდა უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გაიარა ვაკანსიაზე თქვა 10 კაცსა გვაქვს 90 ქულა სიტუაციაზე და ერთი გვინდა. და ერთი გვინდა. აი ეს ჯგუფი ირჩევდა იმ 10-დან რომელი ერთი კაცი აერჩიათ. მერე თქვა შეარჩევდნენ იმერთ უშვებდნენ მერე სააკაშვილის ძმის სკოლაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლას. იქაც აკვირდებოდნენ რამოდენიმე თვის განმავლობაში როგორი პიროვნება, როგორ აზროვნებს, როგორ იქცევა, მორჩილია, კონფორმისტია, დამოუკიდებელი პიროვნება, ღირებულების სისტემა როგორი აქვს და მერე ამის შემდეგ ნიშნავდნენ მოსამართლეს. მაგრამ მოსამართლე როგორ ხდებოდა იმ 9 კაცში? თუ ის 9 კაცი რკინაბეტონისებურად იყო განსაზღვრული. ამ 9 კაცი ირჩევდა მოსამართლე კონფერენცია. მოსამართლე კონფერენცია, თუმცა აღმოჩნდა რომ ამ 9 კაციდან 4 მოსამართლე დანიშნული იყო ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, ანუ მოსამართლე კონფერენციის მიერ არ იყო არჩეული. ანუ მოსამართლე კონფერენციის რაღაც ნაწილის და არა მთლიანად კონფერენციის. ეხლა რა იქნება, რა ცვლილებები შეეძლება? ერთი გარემოება კიდევ მნიშვნელოვანი შალვა ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რომ თვითონ როგორი წესით ირჩევდა მოსამართლე კონფერენცია და როგორი წესით უნდა აირჩიოს ეხლა, როცა 9 ივნისს გაიმართება ახალი კონფერენცია, მეათე კონფერენცია. იუსტიციის საბჭოს წევრებს რა პრინციპით ირჩევენ? ესე იგი, იმ 300 მოსამართლეში, საიდანაც უნდა არჩეული იყო ეს 8 მოსამართლე. 300 ყველა მოსამართლეა, ხო? დიახ, 300 ყველა მოსამართლეა. საქართველოში მოქმედი ყველა მოსამართლე. ყველა მოსამართლე, რიგითი სასამართლო, მაგისტრი მოსამართლე დაწყებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დასრულდა. ყველას აქვს ერთი ხმა. ყველას აქვს ერთი ხმა, მაგრამ კანდიდატის დასახელების უფლება ქონა მხოლოდ ბატონ კუბლაშვილს. ესე აღარ იქნება. ანუ ახალი კანონით კანდიდატის დასახელების უფლება ექნება ნებისმიერ მოსამართლეს ან მოსამართლე ჯგუფს. შეუძლია ადგეს მოსამართლე რომ მე ვასახელებ ჩემ კანდიდატს. ან ადგეს მოსამართლე ჯგუფი და მე ვასახელებ ჩვენ მოსამართლეს ამ პიროვნებას ჩვენ საერთო კანდიდატს. ან მე ვასახელებ საკუთარ თავს. დიახ, საკუთარს ან სხვა პირს. შესაბამისად უკვე მონოპოლიური უფლება დასახელების წაერთვა თავმჯდომარეს. შემდეგ ძველი კანონით მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევდა დამსწრეთა უმრავლესობის პრინციპით. ახალი კანონით უნდა იყოს დამსწრეთა უმრავლესობა. ახალი კანონით 2/3-მა უნდა აირჩიოს, ანუ 300-დან 200 კაცმა უნდა მისცეს ხმა, რომ აირჩიოს ის საუკეთესო შორის საუკეთესო. ის 9 კაციდან იმ 300-დან ის 9 კაცი. ხო, ის 9 კაცი 300-დან. ბატონო. შემდეგ მესამე წესი, ძველი კანონით არჩევნები იყო ღია კენჭის პირდაპირ უნდა ამდგარიყავი და გეთქვა. კი ან არა. ხელი ამეწია და ხა წარმოედგინეთ. კუბლაშვილი ნიშნავს იუსტიციის უმაღლეს საბჭო ნიშნავს და ხო, ხელის აწევა. ეხლა უკვე იქნება ფარული. ნიშნულობა აღარ იქნება ყველა პიროვნებას მიეცემა საშუალება რომ გამოხატოს თავისი ნება ფარული კენჭის. კარგი, აი ამ 9 ადამიანი არის ეჭვი, ხა ძალიან საინტერესო რაღაცას გეკითხებით, რომ ეს 9 ადამიანი კვლავ არის წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ. ეხლა ნახეთ, შალვა, ჩვენ მოსამართლეთა კორპუსს ვერ ვცვლით. და არ გვაქვს ეს უფლება და ჩვენ არ აგვირჩევია რევოლუციური გზა, რაც აერჩია მაგალითად სააკაშვილო, რომ გაყარა მოსამართლე. მოვიდა და გაყარა მოსამართლე. ჩვენ თქვით, რომ ჩვენ არსებულ მოსამართლებთან ვიმუშაობ და იქ არის ძალიან კარგი მოსამართლეები სამოქალაქო სამართლის კოლეგიებში და პალატაში, ძალიან კარგი მოსამართლეები ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის პალატაში. და სისხლში არის რამდენიმე ძალიან კარგი მოსამართლე. ანუ მე ვერ ვიტყოდი, რომ სისხლის კოლეგიები და პალატები აპრიორი ცუდია. თან ჩვენ სერიოზულად დისკუტირებთ იმ საკითხზე, მუდმივი ვადით გამოვწესოთ თანამდებობაზე მოსამართლეები თუ 10 წლიანი ვადი და აქ არის მოსაზრება თქვა ნაწილი ვიმხრობით მუდმივი ვადისკენ, ნაწილი ვიმხრობით 10 წლიანი ვადისკენ და სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს. თუმცა მოქმედ საბჭოზე მინდა კითხვა მაინც. 51 ვაკანსია დღეს სამოსამართლო კორპუსში, 51 ვაკანსია, ანუ რეალურად ამ სისტემის გაჯანსაღება არსებული მოსამართლეთა კორპუსით
არსებული სავაკანსიო სისტემი და სამართლიანი კანონების ზალი შესაძლებელია, შალვა. შესაძლებელია. ამიტომაც უწოდე მე გუშინ ჩემს განცხადებაში, რომ ეს არის უნიკალური შანსი იმისათვის, რომ ქართველი ხალხის მრავალწლიანი ოცნება ასრულდეს. მე მაინც იმ 9 კაცზე გეკითხები კონკრეტულად, გაქვთ თუ არა ეჭვი, რომ ისინი ისე მოქმედებენ, ისეთი გავლენა აქვთ. ცხადია, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია შენ დაგნიშნოს ან რაღაც ადმინისტრაციული ან სხვა სასჯელი მოგისაჯოს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შენ მოსამართლე ხარ, ის ადამიანი შენზე ზემოქმედებს და ის ადამიანები შემჩნეულნი არიან, გააქვთ ეჭვი, რომ არიან მიკერძოებულნი წინა ხელისუფლების სასარგებლოდ? ის 9 ადამიანი ვინც დღეს მოქმედია? ეს ხო. ნუ დღეს მოქმედი ხალხი ეს არის ხალხი, ვინც თანამდებობის პირები არიან. არა მარტო მოსამართლეები არიან, თანამდებობის პირები არიან. და ვიცით რომ დღეს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იბარებდნენ კაბინეტში მოსამართლეებს და აძლევდნენ ამას 5, ამას 7, ამას 10. იმათ ხა იბარებდათ. ნუ ზოგი იყო ქუთაისის სასამართლო თავმჯდომარე, ზოგი თბილისის სასამართლო თავმჯდომარე, ზოგი სააპელაციო თავმჯდომარე. ეხლა არ იქნება ასე, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ თანამდებობრივი მდგომარეობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობან მხოლოდ შესაძლებელი იყოს, უნდა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან მიმართებაში. სხვა მაქსიმალურად უნდა ავერდოთ. ან ერთი უნდა დატოვოს, ან მეორე? დიახ, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება ეს კონფლიქტში იქნება. ბოდიში მაქსიმალურად დავერდოთ თუ კანონში გიწერიათ რო არ შეიძლება. კანონში გვიწერიათ, თუმცა ერთ-ორი გამონაკლისი დავუშვით, ორი გამონაკლისი შეიძლება ერთი თუ ორი. კარგი, ეხლა კანონი რომ მიიღეთ, უნდა დაიშალოს ის 9 კაციანი საბჭო? ეხლა ახალი კანონის მიხედვით ჩვენ ის 6 წევრი, ვინც არჩეული ვართ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხელისუფლებიდან, მოგესალმებით პარლამენტმა აირჩია 4 პირი. ხოლო 2 პირი დანიშნული ყავს პრეზიდენტს. ჩვენ გამოვდივართ ეს 4 პირი პარლამენტიდან არჩეული ხალხი და გამოვდივართ გამოყავს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხალხი. ანუ ვამბობთ გამოყავს კანონით, ხო? კანონის ძალით გამოყავს. მაგრამ იმის გამო რომ წყვეტილობა არ მოხდეს, ამიტომ კანონში ჩავწერთ ეს რაღაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველ წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალი წევრების არჩევისთანავე. ანუ სანამ მოსამთა კონფერენცია არ აირჩევს იმ ახალ 7 თუ 8 წევრს, სანამ პარლამენტი არ აირჩევს იმ 6 ახალ წევრს, ძველ წევრებს უფლებამოსილება რატო გამოходით ძველი წევრები? ბატონო? რატო გამოходით? მაინც უნდა აირჩიონ ახალი და თქვენ რატო არა, ჩვენ გამოვდივართ იქიდან გამომდინარე, რომ არ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარლამენტი კოლექტიური ორგანოა, ჩვენ მაინც პოლიტიკოსები ვართ და ვართ პოლიტიკური ინტერესების მატარებელი. ამიტომაც ვამბობთ, რომ მოდი გამოვიყვანოთ დეპუტატები, მოდი გამოვიყვანოთ პრეზიდენტის ხალხი და შევიდნენ სწავლული იურისტები, ადვოკატები, უფლებადამცველები, ექიმები არა, უფლებადამცველები, ექიმები არა. კარგი, მოკლედ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ სასამართლო ნაკლებად იქნება დამოკიდებული წინა ხელისუფლებაზე. ესეა? არა თუ იმედი გვაქვს, არამედ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამე მონაცემები არის ამის. ორი ტიპის რეფორმას ვაწარმოებთ პარალელურ რეჟიმში. ერთი სასამართლო ხელისუფლების მართვის გოლის რეფორმას, რომ მიმეორებ გამწესება, სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფული განაწილდეს სამართლიანად მოსამართლე კორპუსში. მოსამართლეების დაჟის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო მათი გადასროლა შორეულ რაიონებში და მოვალეობის შემსრულების დანიშვნა და დაჟის ეს ფორმა იყო. ვეღარ აგდებდნენ ბოლო წლებში, მაგრამ გადაიცროდნენ თქვა მესტიაში, გადაიცროდნენ სხვა რაიონში, ქვემოთ ადგილ და რითაც თქვათ გვესმოდეს, რომ საჭიროა უზრუნველყოფა სასამართლოს მიუკერძოებლობის. მე ძალიან შორსა ვარ იმასთან, რომ ვინებზე არა ზოგადად მინდა შენი პასუხი მოვისმინო, არამედ მაგალითად იმაზე, თუ რატო აწყობთ დღევანდელ
სამართლებს ფარული მოსმენების საკითხების შესწავლა. რა აღმოჩნდა, იცით შალვა? რომ 7100 შუამდგომლობა შედიოდა საშუალო წელიწადში სასამართლოში ტელეფონო ნომერი. ეგ თქვენი 35000 და წარმოედგინეთ თვითონ ნომერზე დღეში რამდენი შემავალი ზარია, ხო? ნებისმიერი პასიური მოქალაქეც კი დღეში მინიმუმ 10,000-ს პასუხობს. 350 საქართველოს მოქალაქე იყო მოსმენის ქვეშ. ოფიციალურად დაკანონებული მოსმენის ქვეშ. 350 მოქალაქე რა სისტემაში ცხოვრობდა, ამას უკანონმდე მოსამართლეები. დღეს უკითხეთ მოსამართლებს ეხლა როგორ იქცევით, გავზარდეთო სტანდარტებიო და აღარ ვაძლევთ მართლაც 100-ზე მეტი შემთხვევა როცა უკვე აღარ მისცეს თანხმობა ახალ ხელისუფლების პროკურატურას ფარულ მოსმენებზე და მეუბნებით რომ თუ არ უნდა მეც მომწონს ეს სიმართლე და თუ დასაბუთებული იქნება ეს და გამართლებული იქნება რომ ჩვენ უკვე ვთხოვთ რომ არა მარტო ტელეფონის ნომერი მოგვეცითო ვის მოსმენას ვთხოვთ არამედ ეკუთვნის თუ არა ეს ნომერი ამ პიროვნებას არის თუ არა მის ფიზიკურ მფლობელობაში და იურიდიულ მფლობელობაში არის თუ არა ამ პირის მიმართ დანაშაულის ნიშნები სახეზე უკვე ამას ვითხოვთ ადრე იყო შუამდგომლობები ჩამოწერილი ნომრები და ამ სახელი და გვარდა სისხლის სამართლის საქმის ნომერი მაგრამ თქვენ შეიძლება გქონდეთ შეძენილი ნომერი, მაგრამ გადასცეთ თქვენს მეუღლესის ნომერს, თქვენს მეგობარს. ან აჩუქოთ ვიღაც და ამ დროს სხვა პირი ხდება მოსმენის ქვეშ და ამიტომაც იყო რომ საქართველოს გადარეული იყო რომ ყველას დიდი მადლობა ზაქარ კუცნაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, დაველოდოთ მოვლენებს და დაველოდოთ მეორე სტუმარს ირაკლი ბათიაშვილსაც. რეკლამა. ირაკლი ბათიაშვილი არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. ირაკლი, ეხლა რა მინდა გითხო და რას ჩემი ბრძოლის შესახებ მინდა შინაგან ბრძოლაზე, იმანენტურ ბრძოლაზე მოგახსენე, იმიტომ რომ მე ხო ციხეში ჩამსვეს ამათ და ბევრი ცუდი რაღაც გააკეთეს, ხო? და ძალიან ცუდი იყო ეს და შენც გდევნეს იქ და ციხეში ჩაქვსეს და 26 მაისს და ეს ყველაფერი. და კაცნი ვარ და რაღაც პირადული უარყოფითი დამოკიდებულება ბილად რო ვთქვათ. გვაქვს. შევატყრო ძალიან გამიხარდა ვანო მერაბიშვილის დაჭერა. მაგრამ ამავე დროს არ ვიცი ასაკიდან გამომდინარე თუნდაც ამდენი რაღაც გაჭირება რომ ნახე ის იმასაც მივხვდი რომ ეს სიხარული არ არის კარგი. არ არის პოზიტიური და კონსტრუქციული დაგანგრევს ბოლოს თუ ამ სიხარულს გაყევი. შენი განცდა მინდა ამასთან დაკავშირებით ოღონდ გითხრა რომ ესე იგი აბსოლუტურად გეთანხმები თვითონ აი ამ განწყობაში ქრისტიანი ხალხი ვართ ჩვენ და არ შეიძლება თქვა ადამიანის დაჭერა გაგეხარდეს თავისთავად მაგრამ რა თქმა უნდა გიხაროდეს და გინდოდეს რომ დაკმაყოფილდეს ადამიანების დაზარალებული ადამიანების ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანის სამართლიანობის მოთხოვნა და ეს უკმარისობის ეს საშინელი გზობა რაც იყო და არის ჯერ კიდევ ჩვენ საზოგადოებაში ეს ახლა ფაქტია რომ მე რადასამალეა თითქმის ყველა გადაცემაში ვახსენებდი ვანო მერაბიშვილს როგორც ერთ-ერთ მთავარ ავტორს იმ რეპრესიული საშინელი სისტემისა რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და მუდმივად ვამბობდი რომ სწორედ ეს პიროვნება კიდევ სხვები აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ავტორი და რა თქმა უნდა მან უნდა პასუხი აგოს მთელი რიგი დანაშაულებრივი ქმედება. მე არავს არ ვამბობ პრეზუმპციას უდანაშაულობის, მე ვამბობ პასუხი უნდა აგოს. მთელი რიგი დანარჩენი სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს. არ მე მართალი გითხრა, მე ამას მოვითხოვდი, რომ რატომ არ აგებს პასუხს ამდენი ხნის განმავლობაში ვანო მერაბიშვილი ამისთვის, მაგრამ ალალად გეტყვი, რომ აი ეს სიხარულის გზნობა არ მქონია. ისეთ რა მე და შენ არც შენ გექნებოდა სიხარული. მე და შენ იმდენი გვაქვს უკვე ეს საერთოდ ადამიანს რომელსაც ციხეც გამოცდილი აქვს, დევნა გამოცდილი აქვს. არ შეიძლება თუ ეხლა ეს ადამიანი არ არის ახლა გათახსირებული და შინაგანად ესე იგი ბოროტი ადამიანი, არ შეიძლება საერთოდ უხაროდეს ვინმეს ესე რომ ვთქვათ ტანჯვა და წვალება, გამიგე? მაგრამ ის რომ ამ ადამიანებმა პასუხი უნდა გზა ეს ჯერ კიდევ
რა თქმა უნდა, ცოტა ადრეც უნდა მომხდარიყო საზოგადოებაში ეს მოთხოვნა, ეს მოლოდინი იყო, რომ როგორ ვანო მერაბიშვილი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც დაარბიეს 7 ნოემბრის 26 მაისს, როდესაც მასიურად აიჭერდნენ ადამიანებს, როდესაც ესე იგი მოხდა ეს უსასტიკესი დარბევა, ესე იგი 26 მაისის, ეს იყო ნამდვილი სადამჟელო ოპერაცია. ვანო მერაბიშვილი, რომლის დროსაც მოკლეს გია კრეალაშვილი, რომლის დროსაც მოხდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, რომლის დროსაც ჩაცხრიეს ბიჭები სანაპიროზე. და ეხლა ჩვენ რო ესე წავიდეთ და ჩამოვთვალოთ, უამრავი ფაქტია. ხო, ჩვენ ისე შორს წავალთ, რომ ელემენტარულად ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და თავისთავად ცხადე რომ ეს ყველაფერი საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას, მას მოუწევს სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემა და დანარჩენი არ ვიცი ახლა ჩვენი სასამართლო ჯერ კიდევ დღეს რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სასამართლო მე და შენ ძალიან კარგად ვიცით ამის შესახებ კონტინგენტი სამწუხაროდ იგივე მაგალითად მე ვიცი რომ ყველა ის მოსამართლე მე მგონი თეთრაულის ჩათვლით თავარი განაჩენი გამო ყველა ეს ადამიანი ადგილზეა თუმცა სიტუაცია ვინაიდან არის შეცვლილი იმედი უნდა ვიქონიოთ რომ რაღაც ტრანსფორმაცია მე მინდა შეკითხვა დაგისვა რა ჯობია დემოკრატიისთვის და რა ჯობია საქართველოს მომავლისთვის ეცეთ ხალხი ამ მოსამართლეებს რომელმაც არასწორი განაჩენი გამოიტანეს და დედაუტიროთ თუ დავტოვოთ და თუნდაც ის დაგვიანებული სატისფაქციის გზნობა შევწიროთ აი ამ სტაბილურობას ხო ხდები რა ჯობია მე მეორისკენ ვიხრები რა ასე მე ვფიქრობ საერთოდ არავის არ უნდა ვეცეთ ჩვენ რა თქმა უნდა ხო ზუსტად მაგ განწყობას ვეცეთ კარგად თქვი მაგ განწყობით არ უნდა ვიყოთ მაგრამ ჩვენი მიდგომა არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენ რაღაც მორალურ სულისკვეთებაზე ასე ჩვენ მიდგომა იყოს სამართლებრივი ძალიან კაია რომ ყალიბდება ეს სწორედ კომისია აი ამ საქმეების ხარვეზების აღმომხრელი და საქმეების გადასინჯვის აი ამის მიხედვით მოხდება და მე უკვე ეს ობიექტური დამართლა დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო ჩამოყალიბდება, რომელსაც უკვე ექნება სწორედ ობიექტური დისციპლინარული დევნის წარმოების საშუალება და დაკვეთას კი არ შეასრულებს თქვათ იმის მიხეილ სააკაშვილის არ ვინმესი ეხლა უკვე როგორც ადრე აკეთებდა არამედ აი ეს უკვე იქნება მექანიზმი რომ დაიწყება ესე ვთქვათ რეალურად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის სისტემის ვიღაც მოსამართლე შეიძლება წავიდეს, ვიღაც მოსამართლეები ნამდვილად წავლენ, დარწმუნებული ვარ ამაში, მოუწევთ წასვლა, ვიღაც მოსამართლეების ესე ვთქვათ ტრანსფორმაცია კაი თვალსაზრისით მოხდება, ანუ ჩამოყალიბდებიან როგორც უკვე ნამდვილად დამოუკიდებელი მოსამართლეები. აი ეს არის ახლა ყველაზე საშუალო. წინასწარი პატიმრობა რო არ მიუსაჯონ ანოს ისეთ რაშია საქმე მე რა თქმა უნდა დღევანდელ სიტუაციაში არაფერს არ გამოვრიცხავ თუმცა მაინც არ ვიცი და წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი შეიძლება მიუსაჯონ შეიძლება არ მიუსაჯონ წინასწარი პატიმრობა მე ვიტყვი ერთადერთ რამეს რომ იმ შემთხვევაში თუ მათ წინასწარ პატიმრობას არ მიცემენ თუ არ მიუსჯიან ეს საზოგადოებაში შექმნის ძალიან ცუდ მე მგონი ამაში დამეთანხმები ნეგატიურ განწყობას ძალიან ნეგატიურ ძალიან არასერიოზულს ყველაფრის მიმართ. იმიტომ რომ ეხლა კარდინალურად ვის მიმართ? სასამართლოს მიმართ თუ ხელისუფლების მიმართ? ხელისუფლების მიმართ. მე მინდა გითხრათ რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებამ ეხლა და ჭიაბერაშვილის ხო, ნუ ეხლა ეს მაგრამ ვანო მერაბიშვილის დაკავებამ ეხლა ძალიან სერიოზული ესე ვთქვათ მუხტი შეიტანა და შეცვალა სიტუაცია და ეხლა თუ ეს ამის პროფანაციაც თუ მოხდა ეს უკვე რა თქმა უნდა არა აი რო გამოვიდეს ხელისუფლება თქვას ხალხო ჩვენ შეგვეძლო დაგვერეკა მოსამართლისთვის დაგვეშინებინა მაგრამ ჩვენ წავედით სხვა გზით წარუდგინეთ უტყუარი არგუმენტები მაგრამ მოსამართლემ არ გაიზიარა და გასაგებია რატომაც არ გაიზიარა იმიტომ რომ ის არის ასე და ასე და გამოუშვა თქვენ რა გერჩივნათ ჩვენ ეს მოსამართლე თუნდაც ერთი მივწოლოდით და შეგვეშინებინა თუ რაღაცა და გამოეტანა სამართლიანი განჩინება თუ
აი ეს მოხდარი. ხო ხდები აი ძალიან მარტივად მე მესმის და რა თქმა უნდა უკვე რამდენი ხანია რამდენი თვეა დღიდან პირველივე დღიდან ლაპარაკია სასამართლოს პრობლემის თაობაზე რომ მას კვლავ აკონტროლებს კუბლაშვილი და სააკაშვილი მაგრამ ეხლაც შეიძლება იგივე გამეორდეს რა თქმა უნდა და აი ზუსტად ესეთ არგუმენტაციას ქონდეს საერთოდ მაგრამ საზოგადოება მაინც ვერ გაიგებს ამას ვერა მე უბრალოდ ჩემ ეჭვს გეუბნებით რომ საზოგადოებაში ეს გამოიწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას ძალიან სერიოზულად მოხდება აი მთელი ამ პროცესის პროფანაცია რომელმაც გამოიწვია ახლა მოლოდინი რომ აი მართლაც და რაღაც სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და გაიმარჯვებს ახალ მოძი ისე მიშა გაიმარჯვებს და ბანო და ეგ შემადგენლობა თუ ასე მოხდა მე მინდა გითხრა რომ უმალ თვარე ჩამოვარდება დედამიწაზე, ვიდრე ოდესმე ნაციონალური მოძრაობა მოbrunდება. რაკ ნაგარიას მე არ შეიძლება თვარე ჩამოვარდეს დედამიწაზე. ეგ არ მოხდება. ხო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რომ მოbrunდება ხელისუფლებაში მე ამის არ მჯერა, მაგრამ მათ შეუძლეთ ბევრი ამის გაფუჭება, ის როგორც ამას თხემდი. სხვა შორის არ ვიცი, აკვირდებით თუ არა რომ მიშა გაეთიშა, გაემიჯნა ანუ მერაბიშვილს. ეს არის. არ თქვა რომ არ იცი საერთოდ როგორ დაეხმაროს იურიდიულად, როგორ დაუდგეს თავდებში და ისიც თქვა რომ აი თითქოს კარგი გვახსოვს, მაგრამ ხარვეზებიც ახსოვთ ამ კაცის და სააკაშვილი ესე გაემიჯნა. გახსოვს? სააკაშვილი გაემიჯნა ჯერ ახალაიებს, ეხლა გაემიჯნება ვანო მერაბიშვილს. არ არის გამორიცხული, ამან გამოიწვევს ის პროცესი, რომ მე იმად ჩაუშვან სააკაშვილი თავის მხრიდან, ასე რომ ეხლა ესეთი რაღაცა მათგან, იცით რა არის, აქ მიდის ცდელობა არის უსუსური, მე მგონი ამას ეხლა შენ კარგად ხედავ, რებრენდირების ესე ვთქვა ნაციონალური მოძრაობა. ახალი ეროვნული მოძრაობა თქვეს. ხო, რებრენდირე რომ აი უფრო სხვა სახეები წამოწიონ, რატიანი ჯაფარიძე, მკვლელები რომლებიც არ არიან რა. თქვათ ვაშაძე და აი რაღაც განახლების ფორმა მიცე ტრანსფორმაცია მოახდინონ, რომელიც არის განწირული, მე მინდა გითხრათ ეს ვერ მოხდება უკრაინული მოძრაობის ტრანსფორმაცია. ამის სერიოზული მცდელობაა და რა თქმა უნდა ეს სამარცხვინო სახეები ეს ბლუ მერაბიშვილის და კიდევ თქვათ იქ ვინც იყვნენ არა გინდა არ ვიცი ბარამიძე თუ ადეიშვილი თუ ახალაია თუ ტყეშელაშვილი თუ რა თქმა უნდა ეს აღარ აწყობთ ესენი ხო და ირაკლი ამასთან დაკავშირებით მინდა კითხო მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რა რომ ეგენი არიან კი ესე იგი 9 წლის განმავლობაში საქართველოს თავზე ეჯდა არა ვაშაძე და არა თავზე ეჯდა ხელისუფლება ეს ადამიანები აი სწორედ ეს ადამიანები და აი სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო ხმები და მე ზოგიერთი ამჭორისა მჯერავს რომ შინ დაპირისპირებაა და მიშა და ვანო არ არიან ერთმანეთთან კარგად იყო ლაპარაკი რომ აი 19-ის მიტინგზე ახერმოდის მიტინგზე მიშა რო გამოდიოდა ვანო წავიდა და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად მოეწონა კიდევაც ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების სააკაშვილს და ჩამოიშორა რა კაცი რა, რომელიც არ არის გამორ. მე პრობლემებს უქმნიდა რა. რომ ესე იგი შეიძლება საერთოდ ფიქრობენ, რომ უიმე რა კარგია, ესე იგი ბაჩოც ციხეშია, ბაჩოც საფალაია ციხე, ხო ვანო ციხეშია. მაგრამ მე მინდა გითხრათ, ჩვენ ახლა ამ კუთხით არ უნდა მივუდგეთ ვინც პასუხი უნდა აგოს ისინი მათ აუცილებლად პასუხი უნდა აგონ ჩვენ ახლა არ უნდა უყუროთ ამას რომ რებრენდირება მოხდება თუ არა ნაციონალური ესე ვთქვათ მოძრაობის ეს არ არის ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი მაგრამ ნაციონალური მოძრაობაში და ყოფილ ხელისუფლებაში არის უამრავი ადამიანი კიდევ ვისაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ამაში რა თქმა უნდა ორი აზრი არა 26 მაისის ღამე გავიხსენოთ ერთ-ერთი ბრალი წარდგენილია წარდგენილია უკვე თითქმის ჯერა ხო ანუ რადგან თქვეს უკვე ეგ და გირგვიანი იქნება მთავარი რა თქმა უნდა მე აქ კიდე სხვა რაღაცასაც დაუმატებდი მაგალითად 6 მაისს თუ გახსოვს შენ სასტიკი დარბევა განახორციელეს ქალაქის პოლიციასთან იქ ვიყავი კი ესეც რა თქმა უნდა არ ჩაივიდა ვანო მერაბიშვილის მითითების და ბრძანების გარეშე ბუნებრივია და კიდევ ძალიან ბევრ დარბევაზე არის საუბარი, ხო? მაგრამ ამაზე რომ ვილაპარაკოთ, შენ უშუალო მოწმე ხარ და მსხვერპლი ხარ, დაზარალებული ხარ უბრალოდ აი ამ ამბისა და ბრალი წაეყენა იმის გამო, რომ სპეციალურად სადამსჯელო ოპერაცია იქნა დაგეგმილი და არა დაშლა. და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობ, თვითონ იმ
დანაყოფების მოქმედებიდან გამომდინარე. მართლაც ესე იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი, ანუ მსხვერპლი უნდათ თუ არა, თუ შემოაგვდათ ის ადამიანები. სოციალ მე მიგითხრათ, მე დამკითხეს კრიმინალურ პოლიციაში, საერთოდ არჩევნების შემდეგ. კი, რა თქმა, სახალხო კრების ძალიან ბევრი ლიდერი და წარმომადგენლები იქნა დაკითხული, მათ შორის ქალბატონი ნინო ბურჯანიძე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანიძე, უყველა თითქმის მონსტრები. ზოგი პროკურატურის გამოძიებლების მიერ, ზოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს. საკმაოდ ხანგრძლივი დაკითხვა იყო, დეტალური, ჩემი რაც ესე იგი შემეძლო ყველა ინფორმაცია, ყველაფერი. შემფლობ ამ ინფორმაციას და ჩვენებაში პირველივე დღიდან როგორ ვითარდებოდა აქცია და ასე შემდგომ და რა თქმა უნდა აშკარად ჩანს ახლა ყველაფერსო თავი გავანებოთ აბსოლუტურად ახლა მე იმდენი აქციების მონაწილე ვარ და იმდენი დარბევა მინახია რომ არ ვიცი ახლა და მე მგონი შენც ხო რომ ჯერ მარტო ყველაფერს თავი რომ სულ იქ იყო დარჩენილი 2000 კაცი ალბათ მაქსიმუმ აქედან მამაკაცები ალბათ ნახევარი ხო 2000 კაცი და როდესაც შენ მარტო აი ამ დარბევას და დაშლას იწყებ იმით რომ ყველა გასასვლელს ყველა კუთხეს ასად არ ხდება ეგეთი რამე 9 აპრილის დროს მე ვიყავი ერთ-ერთი დაუტოვეს გასასვლელი ოპერისკენ რომელიც მე ჩამქოლეს და მე მტრებიდან ამიღეს მაგრამ გასასვლელი ყველა აი თქვენ დააკვირდით საბერძნეთში ხა ბოლო პერიოდში რა უმძაფრესი აქციები იყო ხო ეხლა ან ესპანეთში ეხლა მადრიდში რა ყოველთვის ტოვებენ ესე ვთქვა გასასვლელს რაც შეიძლება სწრაფად დაიშალოს აქ იყო სპეცია ის რომ ჯერ მარტო მათ ჩაკეტეს ყველა ალყის შემორტყმა უკვე საკმარისია ესე ვთქვა ამისათვის და მე უკვე თვითონ რა ძალადობაც მოხდა რა დონის ესე იგი ფიზიკური როგორი ცემაც მე ეხლა უშუალოდ ჩემი ესე ვთქვათ ამბავის რაც უშუალოდ მე შემემთხვა მათ შეუძლიათ არ ვიცი შეამოწმეს თუ არა ის ნასროლი ნამდვილი ტყვიების ნახონ ნამდვილი ტყვიები იმიტომ რომ ეხლა ამის მოწმე როცა ჩემი მიმართულებით ისროლეს უკვე ზევით როდესაც ესე იგი ფაქტობრივად მან რა მოხდა რომ როდესაც მე თვითონ მომიტინგეებში ჩავედი ხო სადაც შეფიცულები იყვნენ და როდესაც უკვე დაიშალ ფაქტობრივად შემოვარდნენ და აიღეს ესე იგი ეს ტრიბუნა ჩვენ ნაწილი ხალხის ხო შეამტრიეს ესე იგი ეს კინოთეატრი რუსთაველი იქ შევედით და მე უკვე დაიწყო ჩემი მიზანმიმართული დევნა და აი უკვე მე ისიც მოუყვები ამ სროლის შესახებ მათ თავისუფლად შეეძლოთ სოციალს დაინტერესდნენ ამ ფაქტით იმიტომ რომ ამის მოწმე კიდევ სხვებიც არიან და ალბათ სხვებსაც ჰქონდათ ეს ჩვენებაში ნათქვამი ანუ აქ იყო მიზანმიმართულად რომ ცემაში ესე იგი ცემით სული დასჯა იყო ხო თანაც მას შემდაშა რა თქმა უნდა მას შემდგომ რაც მათ დაარბიეს და ესე ყველაფერი მოამთავრეს ადამიანები დაკავებულები აბსოლუტურად უკვე რომლებიც მიყავდათ იქ ძალიან საინტერესო იქნება საჯარო უნდა გახდეს და რა თქმა უნდა ეხლა საკითხის დასმა იყო ვანო მერაბიშვილი იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი მან გასწავლა რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ის და ასევე მისი მოადგილე შალვა ჯანაშვილი რა თქმა უნდა ასევე რომელიც იყო პასუხისმგებელი რა პირველი მოდი ის იყო პასუხი ის უშუალოდ კურირებდა მაშინ მთელ ამ სპეცდანიშნულების რაზმებს ასევე კოდუა მინა გითხრათ ერეკლე კოდუა ისიც აქტიური უამრავია პერსონა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ და თქვენ როგორ გონიათ ვანო მერაბიშვილი ერთიც გაატოკებდა მაშინ რომ არ შეეთანხმებინა ასევე ვანო მერაბიშვილს აქვს კიდევ შესაძლებლობა იმის რომ მიუჩვენებაში ითანამშრომლოს გამოძიებას დიდი მადლობა ირაკლი ბათიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ჩვენ ვამთავრებთ სტუმრების ჩემს ბლოგს ჩვენს გადაცემაში და ნატასთან გადავდივართ რომელიც მოგვიყვება ახალ ამბებს კიდევ ერთხელ მოგესალმებით გაგაცნობთ საათის მთავარ სიახლეებს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში პარტიის ლიდერებმა მიხეილ მაჭავარიანმა და გიგი წერეთელმა განცხადებები გააკეთეს პარტიის ლიდერების თქმით მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არსებული ხელისუფლება ცდილობს ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ასპარესიდან ჩამოიცილოს მაგრამ პარტია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს მათი თქმით ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ პოლიტიკური ბრძოლის რომელ ფორმას აირჩევენ სხვა შეფასება ვერ გაკეთდება ვერანაირად ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული
мотивირებული დაკავებები, სხვა შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიება ნამდვილად არ ფიქრობთ, რომ საჭირო იყო, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამას იმჟელებს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილიც და ამ შემთხვევაში ზურაბ ჭიაბერაშვილიც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. აქცია ქუთაისის სასამართლოს ეზოში ამ წუთებში მიმდინარეობს აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა სამართლიანობა უნდა აღდგეს. იქ იმყოფებიან ყოფილი პოლიტპატიმრებიც აქციის მონაწილეებს სურვილი აქვთ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესს თვალყური ადევნონ. მათივე განმარტებით აქციაზე ის ადამიანები არიან შეკრებილები, რომლებიც თავს რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევენ. მე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ადამიანის დაჭერა მიხარია, არც საჩამოსულ ჩემს მეგობრებს, უბრალოდ კარგია ის, როდესაც სამართლიანობა ზეიმობს, როდესაც ის ადამიანი, რომელიც შემოქმედია უმრავი უბედურები საქართველოში, კანონის წინაშე თანაბარია და აღარა საქართველოში დაუჟელობის სინდრომი. ჩვენ ის მოძრაობა, რომელიც 19 მაისს შეიქმნა სპორტის სასახლეში, იცით რომ ეს იყო შეხვედრა იმ დაზარალებული ადამიანებისა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა 9 წლის განმავლობაში. აი ამ ყრილობის მონაწილეები დღეს აქ ჩამოვედით, რომ უთხრათ სასამართლოს, რომ სამართლიანობა უნდა აღსდგეს. მაღალჩინოსნების დაკავება 17 მაისის მოვლენებისგან ყურადღების გადასატანად მოხდა, რადგან ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ამ დღეს თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს. ამის თაობაზე განცხადება თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დირექტორმა თეა თუთბერიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ თავისი უსუსურობა ეკლესიის წინაშე ამ დაკავებებით გადაფარა. თუთბერიძე იმედოვნებს, რომ მერაბიშვილის დასაკავებლად პროკურატურა დამაჯერებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს. ხელისუფლებამ სამ დღეში ბრალი წაუყენა ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს და ისინი ცდილობენ საკუთარი უსუსურობა ეკლესიის წინაშე ამით გადაფარონ. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ჯაფარიძე მას და დავით თარხან-მოურავს ფაშისტებს უწოდებს. ინაშვილის თქმით, მერაბიშვილი დანაშაულებზე პასუხს რომ აგებს დიდწილად მისი გუნდის დამსახურებაა. ჟურნალისტმა მერაბიშვილის სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ ორგანიზატორად დაასახელა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილის სხვა დანაშაულებებიც გამოაშკარავდება და მას ბრალი დაუმძიმდება. ჟურნალისტი აცხადებს, რომ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხება. 9 წლის წინ ჩვენ ვიწყებდით ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დადგებოდა ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს დადგა პასუხისმგებლობის საკითხი და ის რა თქმა უნდა აუცილებლად დაიჯება ყველა იმ დანაშაულისათვის, რაც მას ჩადენილი აქვს ამ 9 წლის განმავლობაში. პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა იმედოვნებს, რომ ვანო მერაბიშვილს იმ ძალადობრივი დანაშაულებებისთვის, რაც მან წლების განმავლობაში ჩაიდინა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას შეუფარდებენ. მისივე თქმით, მერაბიშვილს 130-მდე მკვლელობაში ედება ბრალი და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. კუკავამ საგამოძიებო კომისიის შექმნის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი წინააღმდეგი ამ კომისიის შექმნის სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო. მე ვფიქრობ, რომ მას ბრალი უნდა წაიყენოს პირველ რიგში არა დასაქმების პროგრამიდან გამომდინარე, არამედ ძალადობრივი დანაშაულებებიდან გამომდინარე, როგორც ადვოკატებისგან ვიცი, 400-მდე ძალადობრივ დანაშაულში, მკვლელობებში, დარბევებში, ადამიანების გატაცებებში ედება მას ბრალი. ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით მე არ მექნება ისეთი კატეგორიული პოზიცია, როგორც ვანო მერაბიშვილთან. მე ვფიქრობ, ეს ჩემი ვარაუდი არის და ამაზე უკვე კატეგორიული და მტკიცებითი ტონით ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ბრალი, რაც პროკურატურამ წაუყენა, ჩემი აზრით, ეხა პრესაში წაკითხული ინფორმაცია რაც მაქვს, სწორადაა ეს ბრალი წაყენებული, მაგრამ მე თვითონ ამ შემთხვევაში როგორც ადამიანი და ესეთი არის ჩემი სამართლებრივი პოზიციაც, მორალური პოზიციაც და პოლიტიკური პოზიციაც არ ვარ ასე კატეგორიულად განწყობილი ფინანსური დანაშაულებების მიმართ, რომ მაინც და მაინც ციხეში უნდა ამოვალყოთ ის ხალხი, ვინც ბიუჯეტიდან ფულს ფლანგავდა. ასეთი იყო ამ დროისათვის განვითარებული სიახლეები, თქვენ წინ ცხელი შუა დღე გელოდებათ, მე კი ზუსტად 3 საათზე დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ და გველოდეთ. დიდი მადლობა ნატა, გაიხარე. ცხელი შუა დღე პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ახლა იმ თემების შესახებ, რომელზეც უახლოესი 1 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ. ნატა ეხება ჩემ თემას, ეს არის ქალისა და მამაკაცის მეგობრობა, არსებობს თუ არა ასეთი საერთოდ ერთად შევეცდებით გავაკეთოთ. შენ ხო დავადგინეთ რომ არსებობს. დავადგინეთ ხო, მაგრამ ამას ძალიან ბევრი დაობენ. ხო, ძალიან ბევრი დაობენ, ზოგს ჯერა, ზოგს არ ჯერა. და რას ფიქრობს კონკრეტულად ის სტუმარი, რომელიც ცოტა ხანში შემოგვიერთდება? გააჩნია რა მეგობრობაზეა კიდე საუბარი. მეგობრობა. აი, ნამდვილი ესეთი ყველაფერს რო უყვები, აი როგორც
ქალმეგობრებს შორის არის მამაკაც მეგობრებს შორის არის ასეთი თუ შეიძლება რაღაც შენი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე არსებობს არ მოგინდეს რომ ყავს თქვა ქალს ბიჭი მეგობარი მე ვიცი ასეთი შემთხვევები მაგალითად პირიქითად რომ აი ყველაფერს უყვებიან საერთოდ მოკლედ, როდესაც ქალები და მისი რჩევა აინტერესებთ ყველაზე მეტად. მოკლედ, როდესაც ქალები და მამაკაცები ძალიან დამეგობდებიან და ოჯახს შექმნიან, ასეთი შემთხვევებიც ხო ხდება. აი მე უკვე რა ხდება, რჩევებს მე მივცემ ჩემს სტუმართან ერთად. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე სიცოცხლე დაბადებამდე. ჩვენი სტუდიის სტუმარია მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი, რომელიც სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება. მე აქვე შეგახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 55 09 თუ გაგიჩნდებათ კითხვა რა თქმა უნდა დაგვიკავშირდით, თუმცა მანამდე სიუჟეტი, რომელიც მშობელთა სკოლის შესახებ ჩვენმა ჟურნალისტმა ნინი თაქთაქიშვილმა მოგიმზადეთ. პირველი ბავშვის შეძენა დიდი სიხარულია. ნათია და ბექა სწორედ ამ ბედნიერებისთვის ემზადებიან. ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა შვილის დაბადებამდე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად საგულდაგულოდ მოემზადოს. ამისთვის მათ დასახმარებლად მშობელთა სკოლას მიმართეს. სასურველია ყველა წყვილმა მიმართოს თავიდან, სანამ დაგეგმავს ოჯახს, მანამდე დას მიმართონ ფსიქოლოგს, რადგან ამ დროს ხდება მომზადება, ჯერ კიდევ ხდება კონსულტირება, გამოკითხვა, თუ რამდენად მზადაა წყვილი ოჯახისთვის. თავიდან ძალიან უჭირთ გააცნობიერებენ ის, რომ მათ სხეულში კიდევ არის რაღაც ახალი სიცოცხლე. აი ამის წარმოდგენა ხდება, ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, ფოტო მასალა, გვაქვს სპეციალური საუბრები, უხსნით ამ ყველაფერს წვილს და რაც შეიძლება აი ამ ყველაფრით ხდება ვიზუალიზაცია და კარგად წარმოდგენა ამ პროცესის. მშობელთა სკოლა წყვილს ახალშობილთან მოპყრობასაც ასწავლის. სასურველია ბავშვის დაბანის ჩაცმის და დაძინების დროს დედას მეუღლეც დაეხმაროს. ამიტომ პატარას მოვლის პროცედურების ათვისებაში მშობლები თანაბრად იღებენ მონაწილეობას. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ახალშობილი დაბანოთ? პირველ რიგში შესაბამისად აბაზანა უნდა ქონდეს, თერმომეტრი, რომლითაც ჩვენ გავსინჯავთ აუცილებლად წყლის ტემპერატურას. წყლის ტემპერატურა 36.5-37 გრადუსი უნდა იყოს და ავიყვანოთ ახალშობილი. ეხლა აიყვანეთ თქვენ თვითონ ახალშობილი აბაზანასთან. თავდაპირველად დავბანთ ტანს, ხელს, ფეხს. გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს. ნაზად, არ არის ძალიან ფაქიზის. აი, უბრალოდ დავიჭიროთ თავი კარგად. აი ეს. აბა როგორ ვაცმეთ პამპერს? მივეხმაროთ ნათია. მივეხმაროთ, კი, ფეხები დავიჭიროთ, აი ესე. ჭიდროთ უნდა გქონდეს, აუცილებლად ჭიდროთ და კარგად გადავუკრათ. ბავშვის მოვლის პროცედურების ათვისებასთან ერთად აუცილებელია ორსულმა ქალბატონმა იცოდეს, როგორ მოუაროს საკუთარ თავს. სწორი სუნთქვა და გამამხნევებელი ვარჯიშები ხსნის დაღლილობას. სასურველია სპეციალისტის დახმარებაც, რადგან ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე ვარჯიშის ტიპი განსხვავებული უნდა იყოს. ასე რომ თუ პატარას მოლოდინში ხართ, მშობელთა სკოლა თქვენს განკარგულებაშია. სიცოცხლე დაბადებამდე, სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ დღეს. ჩვენი სტუდიის სტუმარია გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი. მოგესალმებით მაკა და მადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოკლედ ისეთ საინტერესო და დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენ მობრძანებისთვის. ისეთ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, რომელიც ნებისმიერ ახალგაზრდა ქალბატონს დააინტერესებთ. ქალმა და მამაკაცმა გადაწყვიტა რომ შექმნას ოჯახი და ბუნებრივია სურვილი უჩნდებათ რომ იყოლიან შვილი. აი რას აკეთებს პირველ რიგში ქალბატონი? რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო, მით უმეტეს თუ მისთვის ეს არის პირველი ორსულობა. გავიარეთ უკვე ეს თემა. არა, უბრალოდ თუ არ იცით, იმილა უთხრა. დააზუსტაშალო. რა თქმა უნდა, აუცილებლად სასურველია რომ ორსულობის დადგომამდე იყოს ყველაფერი დაგეგმილი და სასურველია რომ ორსულობა დადგეს დაგეგმილად. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ მან ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ვეკითხებით უკვე მოსულ ორსულ ქალბატონს იყო თუ არა ეს ორსულობა დაგეგმილი. სწორედ ამიტომ სასურველია წყვილმა ორსულობის დადგომამდე მიმართოს აუცილებლად ექიმზე, ჩაიწეროს შესაბამისი გამოკვლევები. ეს გამოკვლევები ხშირად გულისხმობს მარტო იმიტომ რომ ერთად თანაცხოვრება დაიწყო ქალმა და მამაკაცმა შეიძლება იყოს გარკვეული რაღაც ინფექციების მკურნალობა შესაბამისად იყოს შეიძლება იყოს რამე თანხლები დაავადების მოწესრიგება რომელიც კარგ ფონს შეგვიქმნის უკვე შემდგომი ორსულობისთვის. ამიტომ როგორც წესი ითვლება რომ წყვილმა ორსულობის დადგომამდე ერთად უნდა მიმართოს ქალმაც და მამაკაცმა ყველანაირი მორიდების გარეშე. რა თქმა უნდა ყველანაირი მორიდების გარეშე იმიტომ რომ საქმე ეხება მათ მომავალ შვილს.
ჯამთელში. და როცა დადგება ეს ნანატრი მომენტი და აღმოაჩენს ქალი რომ ის ორსულო და პირველად როდის არის სავალდებულო რომ მივიდეს ექიმთან ვიტყვი კიდევ ერთ დავამატებ რომ ან ჩასახვამდე როდესაც აიკო წყვილი გეგმავს და ემზადება ორსულობის სასურველია რომ მივცეთ ფოლიუმის მჟავა რომელიც თუ იცის ქალბატონმა ექიმთან აი რა პერიოდით ადრე სამი თვით ადრე აუცილებელია. ხა შეიძლება იმ სამ თვეში ორსულობა არ დადგეს და გაგრძელდეს მისი მიღება ორსულობის დადგომამდე და ორსულობის პირველი სამი თვე. ამიტომ აქედან გამომდინარე რას უწყობს ხელს ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს იმის რომ ნაყოფის ნერვული უჯრედები ნორმალურად განვითარდეს, ნერვული ღერო განვითარდეს ნორმალურად და ეს 8-ჯერ ამცირებს თავზურტუნის პათოლოგიების რისკს შემდგომ უკვე ნაყოფში. პირველად როდის მიდის ქალი ექიმთან? როდის არის სავალდებულო ვიზიტი პირველად? მაშინ როდესაც უკვე აღმოჩენს რომ ორსულათაა თუ რაღაცა პერიოდი მაინც უნდა გავიდეს. და შემდგომ აი უკვე რა სიხშირით უნდა იაროს ექიმთან? პირველად ექიმთან სასურველია როცა აღმოაჩენს მაშინ მივიდეს განსაკუთრებით ქალბატონი თუ მანამდე არ ყოფილა და რა სასურველია რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, იმიტომ რომ თუ მანამდე არ უნახავს ანუ ექიმს იგი შესაბამისად იგი არღებულობს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თუ დაგვიანებულია, მაშინვე ჯობია რომ დაიწყოს რა თქმა უნდა ფოლიუმის მჟავის მიღება და გარდა ამისა ჩატარდეს გარკვეული ანალიზები, რომელიც აუცილებელია ორსულობის პირველივე ვიზიტის დროს. რეალურად ქალს ვეუბნებთ რომ აი ციკლი გადაუწდება თუ არა და ორსულობის ტესტით დაადგენს რომ ორსულა და რომ იქიდან ერთი კვირა 10 დღის შუალედით სასურველია რომ მივიდეს ექიმთან და უბრალოდ პროფილაქტიკური მასამზადებელი გამოკვლევები ჩატარდება ამ დროს. აი შემდეგ უკვე რა სიხშირით სავალდებულო ვიზიტი რამდენი არის 9 თვის მანძილზე? ზოგადად ითვლება რომ თუ მშვიდობიანად მიმდინარეობს ორსულობა თვეში ერთხელ ვიზიტი დასაწყისში და ორსულობის ბოლო პერიოდში მესამე ტრიმესტრში როდესაც შედარებით გართულებების რისკი უფრო მეტია. აი სწორედ ამაზე მინდოდა. ყველაზე რთული ანუ არის მაინც მესამე ტრიმესტრი. მე ვფიქრობდი რომ პირველი უფრო საყურადღებოა, როდესაც ჩასაყვანს გადო უკვე განვითარება ხდება ბავშვის და ჩამოყალიბება. მოდით ესე ვთქვათ რომ ყველა ტრიმესტრი ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია და ქალს ყველა ტრიმესტრში ერთნაირი ყურადღება სჭირდება. პირველი ტრიმესტრი ქალისთვის ცოტა უფრო რთული გადასატანია, იმიტომ რომ პირველ ტრიმესტრს არ მოგწევს ის ხშირად ორსულთა გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ანუ რაღაცნაირად სიმპტომატიკა უფრო მეტად არის გამოხატული იმ ქალბატონებში, ვისაც ზოგადად ეს ტოქსიკური ორსულობა აქვს, აი თუ არის რამე საშუალება, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ მას და აქვე ჩვენს მაყურებელს ტელეფონში შევახსენებ, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 2550909 და თუ კითხვა გაგიჩნდებათ, ბუნებრივია შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ. დიახ, დღესდღეობით ამ მდგომარეობას ან ორსულთა გულისრევა, ღებინებას ვეძახით, ის ითვლება რომ ორსულთა 75%-ში გვხდება რაღაც გარკვეული ფორმის მიხედვით, როდესაც იგი უფრო ალბათ მეტნაკლებად, რომ თუ მარტო მხოლოდ გულისრევით არის გამოხატული და ღებინება, ეს ჩვეულებრივია და ამ დროს არნაირი მედიკამენტი არ გვჭირდება, უბრალოდ გაძლიერებულია. თუ გაძლიერებულია იმ შემთხვევაში, პირველი ყოველთვის მაინც კვების მოწესრიგებიდან იწყება, ანუ ხშირი კვება ეს არის ის, რასაც ქალს ვეუბნებით. თუ გაძლიერებულია იმ შემდეგ მოდის ანუ სხვადასხვა ვიტამინები, B6 ვიტამინი. ანუ კვება არის უშუალოდ კავშირში კვება არის გულისრევა ღებინებასთან კავშირში, რა თქმა უნდა, ითვლება რომ ანუ თუ გადამეტებულ კვებაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში არა, ხშირად ანუ გულისრევა ღებინებაზე გვაქვს საუბარი და არა გულყრებზე, ხო? ხო. თუ გულისრევა ღებინებაა, კვება ითვლება რომ უნდა დაასწროს, სანამ დაგასწრებს, იმიტომ რომ როდესაც გულისრევა ღებინება, ანუ გულისრევა დაიწყება, მაშინ უკვე დაგვიანებულია. ამიტომ ერთი რჩევა პირველი, რასაც ვაძლევთ ქალბატონებს ამ შემთხვევაში არის, რომ სანამ ლოგინიდან წამოდგები დილით, თავთან გქონდეს რაღაც მშრალი პური, კრეკერები, ანუ რაღაც მშრალი საკვები, რომლის მიღებაც უნდა დაიწყო ლოგინიდან წამოდგომის თანავე. გულღებინება გასაგებია. სხვა სფეროდან მინდა გითხოთ. თქვენ გინეკოლოგი პრაქტიკოსი ბრძანდები, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ახლა აბორტის საკითხი გამწვავდა ეს და ერთ-ერთ თემად განიხილება ის თემა რომ მშობლებს წინასწარ უნდა სქესის გაგება. პრაქტიკაში როგორ არის? ანუ ყოფილა ისეთ შემთხვევაში, როცა იგებენ რომ ბიჭი არ ყავთ აბორტს აკეთებინებენ მეუღლეს და არის ეს პრაქტიკა? საუბედუროდ რა თქმა უნდა სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არის. აი თქვენ რამდენი შემთხვევა გქონდათ? უბრალოდ რა იცით ამ რა სტატისტიკაა? ანუ არის ესეთი ბევრია ეს შემთხვევები, ნაკლებია თუ როგორ არის? ეცეთ განსაკუთრებით უფრო ანუ რეგიონებშია ხშირად ესეთი შემთხვევები, არაქართველი მოსახლეობაშიც ხშირია ხოლმე, როდესაც ანუ უპირატესობა მამრსქეს ენიჭება ამ შემთხვევაში. ჩვენს კლინიკაში პირადად უკანასკნელი 2 წელია საერთოდ აღარ კეთდება არანაირი აბორტი. თქვენი გადაწყვეტილებაა, ხო? ეს დიახ, ეს კლინიკის გადაწყვეტილებაა და რა ძალიან მარტივად შეიძლება დაუშვათ ეს აიგრძელოს, რომ არ ვთქვათ სქესი იმ ორსულობის 12 კვირის ვადაზე, სანამ შეიძლება ადამიანამდე სანამ შეიძლება აბორტის გაკეთება და იმის შემდეგ უკვე კანონი გრძელავს საერთოდ აბორტ ჯამთელ ბავშვზე. გასაგები, ანუ ეს არის გამოსავალი, რომ კანონით აიგრძელოს თქვა, თუმცა ეს პრობლემაა, იმიტომ რომ ჩაუკრავს თვალს და ეგ არის არაკეთილ სინდისირი ექიმი. ამაზე ვერ დაიჭერ ექიმს ალბათ, ხო?
არ იქნება სწორი. რა ვიცი, ალბათ ექიმი დაიჭირო არანაირად არ იქნება ეხა ამ კუთხით სწორი ეხა მაგრამ ეხა როდესაც თუ რადიოლოგს წამს იმის რომ მან არ უნდა თქვა სქესი ის უბრალოდ არ იტყვის ის პირად კეთილსინდისიერებაზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული. კარგით გასაგები. კარგი, მაკა გავაგრძელოთ საუბარი ორსულთა პათოლოგიებზე მინდა კითხოთ. რომელია ყველაზე გავრცელებული ამ დროისთვის? ყველაზე ხშირად რომელი გვხვდება? ესე იგი ორსულობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმის თავთავიანთი გართულებები ახლავს თან. პირველ ტრიმესში როგორც გითხარით, ანუ ეს არის გადამეტებული გულისრევა ღებინება შეიძლება იყოს და უამრავი კიდევ სხვა. მესამე ტრიმეს გამოვყოფთი, ანუ ამ გართულება ორსულთა პათოლოგიებიდან ხშირად არის ხოლმე ორსულობის დროს წნევის მატება, რომელიც გვხვდება ამ განსაკუთრებით ბოლო 3 თვის მანძილზე. სწორედ ამიტომ ქალებს ურჩევთ, რომ განსაკუთრებულად აკონტროლონ წნება ამ პერიოდში. ხშირად იკონტროლოს შარდის ანალიზი, რომელიც აღმოაჩენს ხოლმე ამ ანუ ცილას აღმოვაჩენთ ხოლმე შარდში. და გარდა ამისა კიდევ ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგია ორსულობის პერიოდში თრიკლების ანთებაა, რომელიც სუფთა ანატომიური ცვლილებებიდან არის გამომდინარე ორსულობის დროს. რამდენად არის დამკვიდრებული ჩვენში აი დაგეგმილი ორსულობის კულტურა? გვაქვს საერთოდ? თქვენ წარმოედინეთ უკვე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა და უფრო ხშირად მოდიან წყვილები და უფრო ხშირად ხვდებით დაგეგმილ ორსულობას. რა ასაკზე თქვა აკეთებს ქალი მიდის კონსულტაციაზე გენეტიკოსთან? გენეტიკოსთან კონსულტირება ყველა კატეგორიას არ სჭირდება, თუმცა არის რისკ ფაქტორი არის თქვა თუ ასაკიანი ქალბატონი ამ შემთხვევაში. რისკ ფაქტორი არის ასაკიანი ქალბატონი კი ბატონო, ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის, როდესაც 35 წლის ზემოთ არის ქალბატონი. ანუ რომელი არის ის ასაკი, მოდით აი ასაკზე ჩამოყალიბდეთ ახლა, როდესაც თქვა ქალს ხანდაზმული ეწერება უკვე თქვა გრაფაში. ჩემ შემთხვევაში მაგალითად პირად მაგალითად შემიძლია გითხრათ, გავაჩინე პირველი შვილი 27 წლის ასაკში და როდესაც წავიკითხე, შოკი მივიღე, როდესაც იყო გრაფაში მითითებული, რომ მე ვარ უკვე ხანდაზმული. თქვენ დროს, როდესაც პირველი შვილი გააჩინეთ, იმ დროს 27-28 წელი უკვე ხანდაზმულ მშობიარად ითვლებოდა. თუმცა ეხლა შეცვლილია ერთნიშნულოვნად, იმიტომ რომ უკვე ტენდენცია წამოვიდა და ქალები საკმაოდ გვიან ასაკში ორსულდებიან და შესაბამისად მშობიარობენ. ანუ ზედაზღვარი რომელია? 37 წლის ზემოთ ითვლება, რომ უკვე ანუ ეს არის ის ზღვარი 18 წლისგან 37 წლამდე ნორმალურ პერიოდად ითვლება ორსულობის ხელსაყრელად. 18 წლამდე და 37 წლის ზემოთ უკვე გართულებების რისკიც უკვე მარტო ასაკიდან გამომდინარე მატულობს. და ასეთმა ქალებმა თქვა რა დამატებითი კვლევები უნდა ჩაიტაროს? ვინც თქვა 27 წლის ზემოთ აპირებს 27 წლის ზემოთ და ზოგადად ანუ ახლა აი თუ საუბარი გვაქვს გენეტიკურ პათოლოგიებზე 35 წლის ზემოთ უკვე აი ეს გარკვეული პროცესები რომელიც იწვევს ამ პათოლოგიებს ქალის ორგანიზმში მატულობს, მათ უნდა ჩაიტაროს შესაბამისად იგივე გენეტიკური ტესტირება დამატებით, იგივე გენეტიკოსის კონსულტაციაზე ვისაუბრეთ, უფრო ხშირად უჭირდებათ მონიტორინგი. თუ შემდგომი ამას თუ აქვს მნიშვნელობა? ამასაც აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, პირველი ორსულობაა თუ განმეორებითი, მაგრამ თუ ქალბატონი 35 წლის ზემოთ არის, მე-6 შვილსაც რო აჩენდეს, მას იგივე კვლევების ჩატარება მოუწევს, რაც დაუშვათ პირველ მშობიარს. ძალიან გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც საკეისრო კვეთას იკეთებს. ადრე უფრო ფიზიოლოგიურად მშობიარობდნენ ხოლმე, ხო? ასე ხდება. საუბედურად ნამდვილად სტატისტიკა ნამდვილად გაზრდილია, ეს გაზრდილია საქართველოში და სამწუხაროდ თემ სოფლიოში ეს მარტო ჩვენი სტატისტიკა არ არის. ვისგან არის გამოწვეული? აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ის რომ ქალი რაღაც ხშირად ანუ ინფორმაციას იგებს, რომ ანუ გართულდა მშობიარობა და შესაბამისად მას არ უნდა იგივე დაემართოს და ფიქრობს რომ საკეისრო კვეთა ამისთვის კარგი ვარიანტია რომ თავიდან აეცილოს რაღაც გართულებული მშობიარობა. გარდა იმისა რომ ქალი ნაკლებად არის მომზადებული ალბათ მშობიარობისთვის თვითონ საზოგადოების მიერ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ისმის რომ აი საკეისრო გააკეთა ერთმა მშვენივრად აგრძნობს თავს. ანუ ჩვენ თვითონ წყვეტს როგორ გავაჩვენოთ ფიზიოლოგიურად? კი, რა თქმა უნდა, არის ესეთი ქალს აქვს თავისი არჩევანის გაკეთების უფლება და ქალი ირჩევს. თუმცა ექიმის რეკომენდაცია შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაცია შეიძლება იყოს, მაგრამ დღესდღეობით აგერ აი ექიმი დავიჭიროთ, ხო ბატონო შალომ როგძანა. უკვე როდესაც ქალბატონი მოდის და ამბობს რომ მაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეხლა რო ვიმშობიარებ გართულების გარეშე წავა, ყველაფერი რა თქმა უნდა, ამის გარანტიაზე მედიცინაში არანაირ გარანტიას არავინ არ აძლევს. ხო, არაფერი 100%-იანი მედიცინაში არ არის. ის რო არის ქალებმა რო იცით გამოთვლები რაღაც მე არ ვიცი. ნუ იციან ქალები. იციან არიან კატეგორია. ეგ არის რეალურია. სქეს განსაზღვრავენ, ხო, ამას გულისხმობ. როდის უნდა კონდეს აქტი რო ჩაისახოს რომ მე არა სისხლის ჯგუფზე ამ შემთხვევაში საუბარი. სისხლის ჯგუფზე ამ შემთხვევაში საუბარი. არა, მე მაგაზე არ გეკითხებით. აქვთ რაღაც კალენდრები, მე ვიცი.
და იციან როდის უნდა ჩაისახოს ბავშვი რომ მაგრამ გამოვიდეს ასეთი კალენდარი არ არის ზუსტი ხო? მე რამდენადაც ვიცი სულ 3 დღე არის თვის განმავლობაში, როცა რეალურად შეიძლება რომ ბავშვი ჩაისახოს. კი ბატონო, მართალი ბრძანდება და ბატონო შალვაც მართალია, არის რაღაც გარკვეული დღეები, ეს დამოკიდებულია იმ ქრომოსომაზე, ანუ მამაკაცი არის X და Y, ანუ მამაკაცის სპერმატოზოიდების ნაწილი შეიცავს Y ქრომოსომას, ნაწილი შეიცავს X ქრომოსომას, თუ განაყოფიერება მოხდა Y-ით იმ შემთხვევაში გვევლინება მამრი, თუ მოხდა X-ით იმ შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე ქალნაყოფთან, დედნაყოფთან და მართალია რომ თუ მოხდა ანუ თეორიების დონეზე კეთდება და მედიცინაში ეს თეორიები არის რომ თუ კონტაქტი მოხდა ოვულაციამდე ამ შემთხვევაში მეტი ალბათობა იმისა რომ იყოს დედრის და თუ ოვულაციის შემდეგ ამ აი ეს აინტერესებს ანუ არის რა ეს ჩვენ ხაზე მაყურებელი გველოდება მოგესალმებით და გისმენთ დასვით კითხვა მოგესალმებით სალამი იცით რა მაინტერესებს ორსულს აი მე-6-მე-7 კვირაში თუ დაუდგინდა რომ ჰემატომა მცირე ზომის თქვა როგორ ფიქრობთ საჭიროა მკურნალობა ჰემატომისთვის თუ აი მაგალითად ვიცი რომ ევროპაში მიიჩნევენ რომ მკურნალობა არ არის საჭირო მართალი ბრძანდებით ეს ძალიან ისეთი პრაქტიკული კითხვაა რომელსაც ხშირად პაციენტთან ერთად ვიხილავთ როდესაც მცირე ზომის ყველაფერი გასათვალისწინებელია ორსულის სასაკი ანამნეზი გაუჭირდა თუ არა დაორსულება იმიტომ რომ ხშირად გვაქვს საქმე ისეთ ქალბატონთან რომელსაც 5 წელი შვილი არ ყავდა და ამ შემთხვევაში სხვანაირად ვიქცევით ქალბატონი 35 წლის ზემოთ ანუ ყველაფერი გასათვალისწინებელია რამდენი მოშლა ქონდა მანამდე თუ ქონდა ესეთი ანუ კატეგორიების მიხედვით რის კატეგორიას ვადგენდა შესაბამისად ქალს ვეუბნებით რომ შეიძლება თუ ანუ მკურნალობა რა თქმა უნდა შეიძლება მაგრამ სჭირდება თუ არა მას ეს მკურნალობა ევროპაში აბსოლუტურად მართალია თვლიან ხშირ შემთხვევაში რომ თუ ის რაც მოსაშლელია ორსულობის 12 კვირამდე ჯობია რომ თვითნებითი აბორტით დამთავრდეს იმიტომ რომ ის ჰემატომა პატარა ჰემატომა თვითნებით აბორტს როგორც წესი არ იწევს და ორსულობა თავისით ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე შეიძლება ნორმალურად გაგრძელდეს და უმეტესად ესეც ხდება ხოლმე იმიტომ რომ ჰემატომა იშვიათი მოვლენა არ არის ორსულობის პირველ კვირეებში მაგრამ ძალიან დიდი მადლობა როდესაც ჩვენ საუბრობდით ქალის სასაკზე მაინტერესებს მამაკაცის სასაკი რამდენად გასათვალისწინებელია იცით მამაკაცის სასაკზე ხა ესეთი გამოკვეთილი აზრი არ არის არის თეორიები რომ 55 წლის ზემოთ მამაკაცებში უფრო იმუტაციები ხდება რაც შემდგომ უკვე პრობლემას იწვევს და ორსულების და ანუ ნორმალური ნაყოფის მიღებისთვის თუმცა ესენი დადასტურებული არ არის მხოლოდ თეორიების დონეზე რჩება გასაგებია ორსულ ქალებს ალბათ ყოველთვის აინტერესებს და აქ შემდეგი კითხვები როგორ უნდა ვიკვებოთ როგორ უნდა თქვა რა დოზით უნდა ვისეირნოთ და ჰაერზე მივიღოთ თუ არა ვიტამინები თუ ჩავანაცვლოთ ის ბუნებრივად თქვა ხილით და რა რაოდენობით მივირთვათ აი მოდი ამაზე ვისაუბროთ ახლა ორსულობის დროს კვება ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად პირველად მოსულ პაციენტს ყოველთვის აქედან ვიწყებთ ხოლმე ამაზე ვიწყებთ საუბარს ორსულობის დროს კვება იმდენად მნიშვნელოვანია რომ ქალმა პრაქტიკულად ყველაფერი უნდა გადადოს და ნორმალურ კვებას მიაქციოს ყურადღება აი რა იგულისხმება ნორმალურ კვებაში აუცილებელია დღის მანძილზე 3 სრულფასოვანი საკვების მიღება ხო საუზმეს ადგილს ეს ალბათ მინიმალური ეს როგორც მინიმალური დიახსოვებნიოთ რომ უნდა გავდეს საუზმეს ადგილს და ვახშამს წყალი აუცილებლად ლიტრანახევარი 2 ლიტრა დღის მანძილზე დღის რაციონში უნდა შედიოდეს აუცილებლად ხილი და ბოსტნეული რძის პროდუქტები კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ ხორცი ეს იქნება საქონლის ხორცი ქათამი თევზი ხო ანუ კვების რაციონი კვირის მანძილზე უნდა იყოს მრავალფეროვანი და სასურველია გარდა ამ ძირითად კვებებს შორის კიდევ იყოს ჩანაცვლებული ჯამთელის საკვები რაც გულისხმობს მაგალითად ხილი ბოსტნეული ხო შეიძლება იქ ხაჭო მაწონი ერთი ჭიქარზე რომელიც ასევე აუცილებელია ორსულობის გამოსხივებას უნდა მოერიდოს ქალი თუნდაც კომპიუტერი ავიღოთ ან ალბათ კომპიუტერის მოარიდო ხა დღევანდელ რეალობაში არარეალური იქნება დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა გამოსხება ერთმნიშვნელოვნად გააჩნია რა გამოსხევას ბაზია საუბარი ხა შედარებით ხა თანამედროვე კომპიუტერის გამოსხება ეხოსკოპია გამოსხებაა ორსული ქალისთვის ეხოსკოპია არ არის გამოსხება იმიტომ რომ ეხოსკოპია არის ultra ბგერა და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ ბგერების გადაცემა ხდება და იმ არნარეკლით ხდება უკვე მერე გამოსახულების მიღება რომელთაც ვადგენთ ნაყოფის მდგომარეობას ხო და ანატომიურ განვითარებას სადღაც ამოვიკითხე ადრე მახსოვს რომ მამაკაციც უნდა მოერიდოსო კომპიუტერსო სანამ ვთქვათ ეკდება ურთიერთობა რატო ვერ უფრო დიდი რისკიაო რომ რაღაცა ნაყოფი არ იქნება ბოლომდე ჯანმრთელი ეს ალბათ უფრო იმდენად ეხა დღევანდელ თანამედროვე კომპიუტერს რომელსაც აი ეს ბრტყელი ეკრანები რომ ნაკლებია დამცავი საშუალებები აქვს იმდენად ნაკლებია გამოსხივება რომ ამაზე უკვე აღარ ვსაუბრო სამწუხაროდ ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ კიდევ ერთი კითხვა და ალბათ დავასრულებთ საუბარს ორსულობა და ზედმეტი კილოგრამები
ნორმა რამდენია? აი, როდესაც იძახიან, რომ მე ორსულობაში მომიმატე 25 კილოგრამი და ახლა დავიკელი ძალიან მარტივად, ეს ნორმალურია? და ნორმა რამდენი არის? რა, თქვათ, მინიმალური ზღვარი რომელია? ნორმალური წონის მქონე ქალის ნორმა არის 12-16 კილოგრამი მთელი ორსულობის პერიოდში. იმიტომ რომ ეხლა გასაგებია შეიძლება უფრო ჭარბი წონის მქონე ქალბატონმა სანამ დაორსულებოდა ვისაც წონა ჭარბი ქონდა, ნაკლები მოიმატოს, უფრო გამხდარმა ქალბატონს მეტი ერგებოდეს და 18 მაქსიმუმ 20 კილოზე, თუმცა 20 კილოს არაფრით არ უნდა აღემატებოდეს წონის მატება. და თუ აღემატება ამ შემთხვევაში რისკ ფაქტორი, თქვათ, დედა არის, შვილი არის, თქვათ, შაქრიანი დიაბეტზე შეიძლება ვიფიქროთ. თუ საუბრობთ, ისე კვების მოწესრიგებაზე მივდივართ, რომ კვება ისე მნიშვნელოვანია, რაღაც ფიზიკური აქტივობა აუცილებელია რომ ჩავთოთ, ეს გარდა მომატებული კილოგრამების გარდა ყველა ორსულს ვეუბნებით რომ უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური მთელი ორსულების პერიოდში და რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული პრობლემები და პათოლოგიები იზრდება ზედმეტწონასთან ერთად მატულობს რა თქმა უნდა გესტაციონარული ორსულთა დიაბეტის რისკი, მატულობს დიდი წონის ახალშობილის მიღების რისკი და შესაბამისად აქედან გამომწვეული ტრავმატიზმი მშობიარობის დროს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი მაკა ჩიქოვანი. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა და მაკას დავემშვიდობებით. მადლობთ. მადლობა ნახვამდის. და განვაგრძობთ საუბარს, უпростоრად ვიწყებთ საუბარს თემაზე, მეგობრობა ქალსა და მამაკაც შორის. არის თუ არა ასეთი ბევრ ადამიანს ჯერა? ვეფხისტყაოსანში იყო და. ბევრს აღჯერა, ვეფხისტყაოსანში იყო, ჩარლზ დიკენსაც ჰქონდა, მე ასე მახსოვს, დევიდ კოპერფილდში. თუმცა მაინტერესებს თქვენი აზრი. ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი თეონა ლომთაძე, ეს არის ფსიქოლოგი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის გამგეობის წევრი და მსახიობი კახა კინწურაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მოდით დავიწყოთ, თქვენ პირადად თუ გჯერათ, რომ მამაკაცსა და ქალს შორის შეიძლება არსებობდეს ისეთი მეგობრობა, როგორც ქალსა და ქალს და მამაკაცსა და მამაკაც შორის. მე ვუშვებ იმას, რომ ქალმა და მამაკაცმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ იყვნენ მეგობრები და ურთიერთობის ეს ფორმატი აირჩიონ. მე პირადად მყავს მეგობარი ბიჭები, მამაკაცები ახლა უკვე, ვისთანაც ძალიან განსაზღვრული დამოკიდებულება მაქვს და ეს ორივე მხარის გადაწყვეტილება და არჩევანია. გადაწყვეტილება და არჩევანი. რა თქმა უნდა. თუმცა შეიძლება ამ დროს რაღაცა შეუშალოს, რაღაც რისკები არსებობს, რომ მეგობრობა შეუშალოს. რისკებია, რატო განვიხილავთ ამას, როგორც საფრთხეს მაგალითად? არა, იმიტომ ბევრი არ რისკავს გადავიდეს, ვთქვათ, ეს ურთიერთობა გადაიყვანოს სხვა ფაზაში იმის გამო, სწორედ რომ არ დაკარგოს და ბევრი გოგო იტანჯება ამის გამო, მე ვიცი ბევრი გოგო რომელიც იტანჯება, მამაკაცი რო იტანჯება, ეს თავის პრობლემაა, რა ატანჯავს, მაგრამ ბევრი გოგო იტანჯება ამის გამო, რომ მამაკაცი რაღაცნაირად ვერ ბედავს, რომ უთხრას, რომ რა ის მეგობრობა მევასები, ხო? არა და უნდა? არა და უნდა, მაგრამ ნუ ვერ ბედავს და ასევე ხალხი. მაგრამ ეს სხვა პრობლემაა, მეგონი უკვე. ანუ ვერ ბედავენ, უკვე სხვა პრობლემაა. არ ვიცი ხა მეგობრობა. ხშირად ირჩევენ ამ წესს. მეც გამიგია, ბევრია, თუნდაც გოგო, აი ბიჭს ემეგობრება, იმიტომ რომ ეუბნება, რომ შენ ჩემი ძმა ხარ, ვიცი რაღაც ჭყალებში და სიყვარულს უსნიან და ჩემო ძმაო და შენ რომ მიყვარხარ და Facebook-ზე წერები და რაღაცები, მე ესეთებსაც ვიცნობ რა, რომლებიც ამით ნიღბავენ სიყვარულს და ეს ყველაზე მეტად არასწორ ნაბიჯად მიმაჩნია და ზოგადად თუ დასაშვებია მცნება მეგობრობა, რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი და გოგო იმეგობრებს თუ გოგო და გოგო თუ ბიჭი და ბიჭი რა, ჩემთვის ასე დროს თავს იტყუებენ შენი აზრით თუ რატო იტყუებენ? მე მყავს მეგობარი გოგონები, რომლებიც ჩემთვის მეგობრები არიან და რეალურად ის და იგივე ის ბიჭი თავს იტყუებს, ის ხო ხდება რომ ამ გოგოს რაღაც სხვა ინტერესი აქვს მის მიმართ თუ არა? იცი რა, არიან ბიჭები, რომლებიც ვერ ხვდებიან ვერაფერს. ეგეთი ბიჭებიც არიან და არიან ბიჭები, რომლებიც ალბათ ხვდებიან, მაგრამ ესე აწყობთ. და შენ შემთხვევაში როგორ ხდება? ბევრი გოგო მეგობარი გყოლია. ჩემ შემთხვევაში მარტივად არის ყველაფერი რა, თუ მეგობარია ვარქმევ მეგობარს. აი, კვლევები ჩატარდა და ერთ-ერთი კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს ნაკლებად შეუძლიათ ქალთან მეგობრობა, აი, ყოველგვარი სხვა აზრის გარეშე. და ქალებს უფრო შეუძლიათ და ვერც კი წარმოუდგენიათ, ვთქვათ, მომავალ პარტნიორად თავისი მეგობარი, აი, ვისაც მეგობარი დაარქვა. მამაკაცს. რა კულტურაში ჩატარდა ეს კვლევები, ესე ძალიან ეს ინგლისში იყო. ერთ-ერთი ჩრდილოეთ კორეაში ყوارი იყო. არა, ინგლისში ჩატარდა. ეს მიმართულება, რომელიც დასაწყისში შეიძინა ჩვენმა საუბარმა, ასე ვთქვათ, ჩალვას კომენტარით, კახას კომენტარით, თქვენი ჩართვით, კიდევ ერთი თემის გაშლის შესაძლებლობას იძლევა, ვისთვის რამდენად კომფორტულია მეგობრობის, ასე ვთქვათ, საფარქვეშ ურთიერთობის აგება.
გოგონასთან ან ბიჭთან. ძალიან ხშირად მიმართავენ ხოლმე ამ მეთოდს, ესაც ნეგატიური არც პოზიტიურია, უბრალოდ მეგობრობა თავისთავად იმდენად ღირებული ცნება და იმდენად შიგნით შემოქმედებითად თავისუფლად ლავირების შესაძლებლობას გაძლევს, რომ ძალიან კომფორტულია პიროვნული თვისებები, ღირსებები ადამიანის შეიცნო მეგობრობის ფორმატით. ძალიან ხშირად, რაზეც კახა საუბრობდა, შესაძლოა გოგონამაც და ბიჭმაც იცოდეს, რომ მათი მეგობრობა საწყის ურთიერთობაზე სულაც არ არის მეგობრობის ის სახე, რომელზე საუბარიც ძრობელი პირველი კითხვა რასაც ეხებოდა, მაგრამ თქვათ ორივესთვის კომფორტულია საწყის ეტაპზე, სანამ თქვათ საჭირო ჩათვლიან ერთმანეთს გაუმხილონ დამოკიდებულებები. რა შეეხება კვლევას? ხო, აი თქვათ გადაიზარდა აი ესეთი მეგობრობა სხვა ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში გიშლის ის ინფორმაცია, რაც როგორც მეგობრობისას გაქვს ადამიანისგან მიღებული, თუ პირიქით გეხმარება, რადგან უფრო ახლობლები ხართ ერთმანეთისთვის. იცით რა არის, ძალიან ბევრი შემთხვევაში საძლოა იგივე ჩვენ გარშემო გაგვახსენდეს, რომ თქვათ მეგობრული ურთიერთობა გადაზრდილა სიყვარულში. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ ბავშვობაში დაწყებულ ურთიერთობებს. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფორმირებისთვის, სქესის სწორედ ჩამოყალიბებისთვის, ასე ვთქვათ, სქესობრივი იდენტიფიკაციისთვის, რამდენად მეგობრობენ და რამდენად ახდენენ ერთმანეთთან კომუნიკაციას გოგონები და ვაჟები. სულ პატარა ასაკიდანვე, ანუ იზოლირებულ სივრცეში ამური სქესის განხილვა და ამ ურთიერთობების არანაირად არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, ბავშვობიდან წამოსული მეგობრული დამოკიდებულებები, ვთქვათ, უფრო ბუნებრივად შეერწყმის ხოლმე ერთმანეთს და ვთქვათ, ნაკლებად დგება იგივე რაც მე ვახსენე სიტყვა არჩევანის საკითხი, იმიტომ რომ იმდენად მეგობრებად აღიქვამენ ერთმანეთს, რომ აქ სქესობრივი მომენტი ფაქტობრივად თითქმის გვერდზეა გადაწეული. თუმცა სწორედ ასეთ ურთიერთობებშიც თუ კი გაღვივდება ხოლმე სიყვარული, ძალიან სანდონაპარი ხდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და ერთმანეთის უნარჩვევებთან, დამოკიდებულებებთან, თუნდაც ნაკლოვანებებთან ორივე მხარე ძალიან კარგად არ შეგიჩნდა ხელს აი ბევრი ინფორმაცია ქალის შესახებ, თუნდაც თავის ყველა სასიყვარულო ისტორიას გიყვებოდა მანამდე და ყველაფერი იცის დეტალები. დიდი ხანია დაიწყეთ და მეგობრობთ თუ ეხლა გაიცანენ რეალურად ყოველთვის როცა გიყვარდება შესაბამისად ინტერესები ადამიანის. არჩევანის როცა ინტერესები შესაბამისად ინტერესები მისი ნებისმიერი ამ უნდა შეგიშალოს ხელი ვერ ხდება. აი ინფორმაცია სხვა მამაკაცების შესახებ როცა იცი მისგან. რა მნიშვნელობა აქვს ხო, ანუ შენი მეგობარია ის თავიდანვე და მამაკაცები ყავდა თუ სიტყვაზე სოლს მოიყვან და ის არ იყო შენი მეგობარი და იმას ნუ ამ შემთხვევაში უფრო დეტალურად იცი და მისი გრძნობები იცი და რაღაც ემოციები. ალბათ რაღაც კვლევებიც არსებობს შეიძლება ხა. არჩევაზე მინდა კითხვა აი ქალბატონი ფსიქოლოგი ამბობს. ეს მართლაც გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ თუ ძალიან სწორად თქვით თქვენ, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ვიყოთ მეგობრები. ეს არის არჩევანი. შეყვარება, დავასება, მოწონება ირაციონალურიც არის პირველ რიგში. მოდი ესე ვთქვათ რა, ესეთ შეკითხვა მაქვს. ხშირია ჭკვიანი ქალი ყოველთვის აძლევს მიმართულებას კაცის სიმპათიას. მას შეუძლია მართვა ამ სიმპათიის, ანუ მას შეუძლია არ შეურაცხყოფს მისი ვნებები, რომლებიც წარმოიშვა, მაგრამ ეს ვნებები ტრანსფორმირდეს მეგობრობაში. ეს ხდება, თუ მას უნდა ამ კაცთან ზოგადად ურთიერთობა. ანუ ეს მართლაც არჩევანი, ეს არის შეთანხმება, რომ მეგობრებად დავრჩეთ, თუ სპონტანურად შეიძლება მეგობრობა მოგინდეს. მე ვიხრები უფრო იმისკენ, რომ ქალს და კაცს შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სქესთა შორის განსხვავებით გამოწვეული რაღაც გზნობები იგრძურება და შემდეგ გადაწყვეტილებით შეიძლება უკვე მყავს შეყვარებული, შეიძლება არ გამოდით რაღაც რაციონალური გადაწყვეტილება, ეს ტრანსფორმირდება მეგობრობაში. გადაწყვეტილება ოღონდ არ არის. გადაწყვეტილება. სახელს და ესე არ არჩევს. არა, გადაწყვეტილებით, ანუ როგორ ვთქვა, იცი, არ უნდა ამ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ არც ნებათა ღელვები უნდა, იმიტომ რომ ხო რაციონალურადაც ხშირად აზროვნებს და არ სურს ეს ხო. არამედ გადაწყვეტს რომ იყვნენ მეგობრები. ეს ხდებოდა მომხდარა ეს ცხოვრებაში ეს სიახლოვე. გადაწყვეტილების შემთხვევაში ალბათ არ ვუმჟღავნებთ ამას, ხო? ესე სიტყვიერად არ ხდება ეს და ხდება რაღაცა იმპულსების დონეზე. ალბათ ადამიანებს და ურთიერთობას გააჩნიათ, მე უბრალოდ განვავრცობ შალვას ნათქვამს, რომ მართლაც გადაწყვეტილება რამდენად გაჟღერდება სიტყვიერად, ეს მართლაც წეღან სწორედ დავიწყე საუბარი დამოკიდებულია ადამიანების ურთიერთობაზე. შესაძლოა სულაც უსიტყვოდ და მარავერბალურად მიანიშნო
არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ქალი იქნება თუ მამაკაცი იქნება, როგორი ურთიერთობის ფორმატია მისაღები, რომ ის ღირებულება, ის გრძნობა ემოცია, რაც ამ ურთიერთობას ახასიათებს, სულ არ დაიკარგოს და რაღაცა დოზით ორივესთვის მისაღების სახით შენარჩუნდეს. და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რამდენადაც მეგობრობა ძალიან დიდი ღირებულება ადამიანის ცხოვრებაში და კერძოდ ქართულ კულტურაში ალბათ ყველანი დამეთანხმებით, მეგობრის როლში დარჩენა, თუ კი ორივე მხარისთვის მისაღებია, არანაირი გრძნობის შეურაცხყოფას არ ნიშნავს, პირიქით მართლაც რომ მყარ დინამიურ ურთიერთობას საბოლოო ჯამში განაპირობებს. ოღონდ კიდევ გავიმეორებ, თუ კი ორივე მხარისთვის ეს პოზიცია მისაღებია და რომელიმე არ რჩება შეურაცხყოფილი. არსებობენ ქალის ტიპაჟები, რომლებთანაც მამაკაცებს უნდებათ მხოლოდ მეგობრობა. ან იგივე მამაკაცის ჯიგარქალებს რო ეძახიან? ჯიგარგოგრებს. რა ფენომენია ეს? არ ვიცი, მე მგონი რომ საშინელი ფენომენია. მე მგონი ჯერ პრობლემაც ის არის, რომ მე ვიცნობ კიდეც ეგეთ გოგოებს რაღაც მხრივ მათ თვითონ გიწევენ იმისკენ? გიწევენ კი არა, უბრალოდ თვითონ ვერ ნახულობენ. ანუ ასეთი ქალები ტიპაჟურად მიუღებელია თქვენთვის თუ ვიზუალურად იწუნებთ? ჩემთვის კი არ ვამბობ, ზოგადად ესეთი ადამიანები არსებობენ და სამწუხაროა, რომ ისინი ვერ ხვდებიან თავის ფასს, ანუ იმად გონიათ, რომ ისინი მამაკაცებისთვის არ არიან სასურველნი და მხოლოდ აი მეგობრობით შეიძლება შემოიფარგლოს მამაკაცთან ურთიერთობა მათი. ესეთებსაც ვიცნობ სამწუხაროდ, უბრალოდ სამწუხაროდ ფაქტია, რომ ისინი ესე თვლიან, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ დიდი შანსი აქვს ნორმალური ურთიერთობები გქონდეთ მეგობრულიც და სექსუალურიც და ყველანაირი სხვა მამაკაცთან. მაგრამ ნუ რატომღაც არჩევენ ამ გზას, რის ხარჯზე, რის ფონზე, ხა ეს ყველას თავის კონკრეტული ბიოგრაფია აქვს. ცალკენიჭია ალბათ, რომ ხო, ამას ვამბობ მეც. ესეც ცალკენიჭია ალბათ, როცა ადამიანს შეუძლია აი ესე ყველასთვის იყოს მეგობარი. იცით რა არის, ეგ ერთი მხარეა მედლის, ხოლო მეორე მხარე მე მგონი, რაზეც კახამ გაამახვილა, ასევე ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც მეგობრობა ერთგვარ თავშესაფარად შეიძლება გადაიქცეს იმის, რომ არსებობდეს მკვეთრად რო თქვათ არასრულფასოვნების კომპლექსი საკუთარი სქესის მიმართ, ან უბრალოდ დაუჯერებლობა და თვითდაურწმუნებლობა, რომ გამოხატო შენი სქესი, შენი კულტურის და აღზრდის შესაბამისად რასაკვირველია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იყო ქალბატონი და იყო მამაკაცი და ყავდეს მეორე სქესის მეგობრები, ეს ძალიან დიდი ნიჭია, ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა ცხოვრებაში, მაგრამ არანაირად არ შლის სქესს. აბსოლუტურად ეს არის ორი სხვადასხვა რამ. პირიქით, შენი მეგობარი მამაკაცი და მეგობარი ქალბატონი სწორედაც რომ არის მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც შენ როგორც მამაკაც და როგორც ქალბატონს, აი როგორ ვთქვათ, ირიბად და პირდაპირაც გაყალიბებს და ვთქვათ, არის გარკვეულწილად ბრჭყალებში რო ვთქვათ, საზომიც კი. ეს სქესის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომი ურთიერთობებისთვის. თუნდაც ელემენტალურად შესაძლოა არსებობდეს ბევრი თემა, სადაც მეგობარი მამაკაცის რჩევა, რეკომენდაცია, თუნდაც მისი თვალით დანახული კონკრეტული რეალობა გაცილებით ღირებულია და გაცილებით მართებული გადაწყვეტილებისაკენ გიბიძგოს, ვთქვათ, ვიდრე ქალბატონის შემთხვევაში ვიდრე ქალი მეგობრის მიერ დანახულმა იმ კონკრეტულმა სიტუაციამ. მე ვფიქრობ, პირიქით არის მამაკაცებისთვისაც ქალი ერთნაირად უყვება ერთი და იგივე ამბავს. თუ ვთქვათ მამაკაც მეგობარს როცა უყვება, იქ სხვანაირად შეიძლება გეკუცობს, შეიძლება ხმის ტემბრით სხვანაირი კონდეს. იცით რა, მე მაგალითად ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილება რო გაგიზიაროთ, არა როგორც პროფესიული, არამედ სუბიექტური, როგორც ქალბატონის, რომელსაც ყავს მამაკაცი მეგობრები, მე არ ვიტყოდი, რომ რომელიმე ურთიერთობის ფორმაში ან სქესია დაკარგული, ან რომელიღაცა სიტყვათ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რომელიმე მხარის მიმართ მნიშვნელობა ენიჭება ერთმანეთისადმი პატივისცემას და იმ ურთიერთობის ფორმისადმი პატივისცემას და სიყვარულს ერთმანეთის, რომელიც ორივე მხარის ნებაყოფლობით არის შექმნილი და უფრთხილდებით ორივენი. ასე რომ მამაკაცი როგორ უყვება და ქალი როგორ უყვება ინფორმაციას ქალს ან მამაკაცს, ეს უფრო სქესობრივი განსხვავებების მანიშნებელია და ვთქვათ იგივე გამოხატვის ფორმების დამატებული პიროვნული განსხვავებები რასაკვირველია. მე მგონი აქ განსაკუთრებული რანჟირი არ არის. რითი არის შენთვის მნიშვნელოვანი ქალებთან მეგობრობა? ან კომფორტული რატომ არის უფრო მეტად, ვთქვათ, ზოგ შემთხვევაში ალბათ არის, ხომ ასეც? მეგობრის დაქალებს იცნობ ბერს, რა? რა? მეგობრის დაქალებს იცნობ ბერს. თუ
თუ კარგი დაქალები ყავს მეგობარ ქალს, კარგია. დადებითი მხარე სწორედ ეს არის. კი, ეგ ძალიან კარგია. ხო, ცუდი რითია. ძალიან შვენიერი. თუ მოგონების კარგი არის, რასაც ეძახიან. ჩემი ცოლის ერთი დაქალიც ეგ ერთგას და შვენიერი გოგოა. შეგიძლია თქვა, აი გულახდილად უამბო შენს მეგობარ გოგოს თავისუფლად. ბევრი რამე და მის რა არის რაღაც ინტერესები, ან რაღაცა შეხედულებები, ან კონკრეტული მოვლენა, რომელიც შეიძლება მე ჩემ მეგობართან ბიჭთან ყოველ შემთხვევაში უფრო ღრმად განვიხილო, იმიტომ რომ ისიც საფუძვლიანად იცნობს თემას ან მოვლენას ზოგადად და შესაბამისად ანუ მაგ რა შემთხვევაში ხდება ქალთან? ნუ არის რომ ესე რა არის ხა, ესე არ მაქვს რა ზოგადად დაყოფილი რა, ანუ ქალთან ამას განვიხილავ და კაცთან ამას განვიხილავ. შეიძლება მის მეგობარზე სპონტანურია ურთიერთობაც ხო ეგ არის რა, ანუ მეგობრობაც ეგ არის, ახლა ვერ აქვს, მე შეიძლება ბევრი კარგი ადამიანს ვიცნობდი ხო, მაგრამ იქიდან რამოდენიმე მიკითხავს ქალისთვის. როგორ არ მიკითხავს, თუნდაც აი ქალთან მიმართ. ხო, ქალთან მიმართებაში ან რაღაცა სადღაც რაღაცა ამართლებს. ნუ გაუმართლებია, ხშირად არა. არა, შენ ფილდში უნდა გაატარო, ეგრე არ არის. ხო, მაგრამ ინფორმაცია უნდა მიიღე. მე ანალიზი უნდა გააკეთო, ხო, დავიდა პირდაპირ, ანუ მაგრამ იცი რა, უფრო ლოიალურ და ისეთ რჩევებს გაძლევენ ზოგადად, რა, ანუ კონკრეტულად დამყარებულს იმაზე, აი ქალის რაღაცა სისტემებზე, ხო. აი ქალს გინდა რაღაცა საჩუქარი გაუმართლებს. სისტემები ხო ისედაც იცით მამაკაცებმა. არა, რაღაცა. როცა ეკითხები მაგალითად, როგორ უნდა მოვაწონო თავი ვიღაცას. ხო. და იცი. კონკრეტულად ან როგორი საჩუქარი უნდა გაუხსნას? ხო, ეს იგივეა. ხო, ერთ და იგივე თემაზე ხო, ერთ და იგივე. ხო და როცა ეკითხები როგორ უნდა მოვაწონო თავს, ან ეს რომ მითხრა რა იგულისხმა, ბავშვობაში იყო ეგეთი ამბავი. ეხლა უკვე ყველაფერი იცი ამასაკში, მაგრამ ეს რომ მითხრა რა იგულისხმა, დაურეკო თუ არა და ასე შემდეგ ახალგაზრდობაში არის ეგეთი ამბავი. ის გაძლევს რჩევას საკუთარი გადმოსახედიდან და ამიტომ უნდა შეიძლება არ გაითვალისწინო, მაგრამ ინფორმაციად მიიღო რა. ხო, მაგრამ თუ მეგობარზეა საუბარი, იმ გოგოს მეგობარს თუ ემეგობრებს. ეხლა ეგრე სად არის? ის ვიც მას უფრო კარგად. ეს ძალიან ზაკრული ჩანაფიქრია. ეს სხვა ხოდებია რა, ანუ მეგობარს დაუმეგობრდი, იმიტომ რომ მე ბევრი გაიგო და რაღაცა. ცოტა ისეთი სუსტი სტრატეგიაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჯობია. არა, უნდა ღირდეს მაშინ ის გოგო იმად რომ ამდენი იწვალო რა. არა, ღირდეს ამნიშნულობა აქვს რა. ხო, სხვა მეთოდები არსებობს. Facebook-ი საერთოდ ცვლის ბევრ რამეს და Facebook-ი საერთოდ არ არის. აჩენს. ხო რა. და რა მინდა გკითხოთ, მაინ ურთიერთობის შემდეგ ქალის და მამაკაცის ურთიერთობის შემდეგ იყვნენ მანამდე მეგობრები, მე რაღაც გადავიდა სხვა დონეზე ეს ურთიერთობა ავიდა და შემდეგ ფრაზა დავრჩეთ მეგობრებად. რამდენად რეალურია და შეიძლება თუ არა ასეთი რამე. საშინელება. საერთოდ ამის კვლევითი სტატისტიკა თუ არსებობს, არ ვიცი და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, ჩემი კოლეგების პროფესიული საქმიანობიდან და პირადი ურთიერთობებიდან მსმენია, მსგავსი ურთიერთობის ფორმატი არ ამართლებს და შესაბამისად ძალიან ძნელია დარჩნენ მეგობრებად. ქალი და მამაკაცი, ვისაც ერთმანეთთან ინტიმური სიახლოვე ოდესღაც აკავშირებდა. ეს ალბათ თავის მომთხოვნა. მეც ეგრე ვთვლი, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ნებისმიერი დაშორება, რასახესაც არ უნდა იყოს, ახლა ეს ცივილურად დაშორდნენ, ესეთი ის არის გაპრანჭული სიტყვა, მე მგონია, რომ ადამიანურად დაშორდნენ უფრო შეეფერება, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაც კონფლიქტი რჩებოდეს ისეთი, რომ რაღაცა მის გამო ან არ ქსიამოვნებდეს მისი დანახვა, ან მისი წარმატების გაგება, ანუ შესაბამისად შეიძლება წლების განმავლობაში კარგად გრძნობდით თავს ერთმანეთთან მერე დაშორდით, ანუ მეგობრებად დარჩენა ისეთი მომენტია, რომ მეგობრებად ვერ დარჩები რა, უბრალოდ შეიძლება კეთილის მსურველად დარჩე. და საყვარლებად რო დარჩნენ? როგორ? მაშინ რაღაცა დაშორდა. და არა. ანუ სტატუსების ეშინია თუ ამაში დიდი გრძნობების გარეშე. ანუ თუ არ გადავიდეს სიყვარულში და girlfriend-ად და boyfriend-ად. საინტერესო იდეებს ამბობ შენ. არ გახსოვს. რა საინტერესო რაღაცებს ამბობ. საერთოდ დაცემა უნდა მიუღდათ მაგათ ჩვენ. ვარიაციები ეხა თემიდან ეს საუბრის სხვა თემა. ეს საუბრის სხვა თემა, მაგრამ მე მომწონს. თუმცა საინტერესო იქნება. ხოდვაში ხმისლი. ანუ თუ ისეთ ადამიანებზე ესეც წყულზე ლაპარაკი, რომელსაც ანუ თან უყვარდათ ერთმანეთს და თან ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა, მაშინ ანუ ინტიმური დარჩეს მარტო ვერ ხდებენ. ალბათ რახან უყვარდათ მერე გაუჩნდათ, ხო, პირველი სურვილი ამის. არა, შეიძლება ფილმი არის ცნობილი და იქ არის Friends with Benefits. ხო, აი მაგ ფილმი. ეგ ამერიკაში, აკრილ ამერიკაში ხდება. ხო, ჩვენს რეალობაში თუ ხდება. ეგ არის ზღაპარი. თქო ეს მაინტერესებდა უბრალოდ. ხვარი რომ შორდებიან და სწორედ მერე ხვდებიან გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომ თურმე ასე არ უნდა მოქცეულიყო და თურმე ეს სიყვარული ყოფილა. კაცის პოზიციიდან გეუნებით
საქართველოს ეგ არის ხაპარი, რომ ქალთან რაღაცა ურთიერთობა კონდეს ინტიმური და ეს უბრალოდ მეგობრები და რაღაც. შეუყვარდები ქალს, შეუყვარდები, შანსი არ არის. პირველი კაცს უყვარდება. განსაკუთრებულად რომანტიულია ქალი. ხო, ყველა ქალი რომანტიულია. არა, არ არის ეგ. მეტნაკლებად. არა, რომანტიული როგორ არ არის ყველა ქალი. ეგრეც არ არის, რომ აუცილებლად შეუყვარდები, ეგრეც არ არის. ხო, მაგრამ რაღაცას დააქმნეს. არიან ისეთი ადამიანები, ვინც არ შეუყვარდები და ძალიან კომფორტულად იგრძნობ თავს. დროთა განმავლობაში ამ ურთიერთობას სახელს დაარქმევს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის სახელის დარქმევა, მაგრამ რა ვერსიები გაქვს? ძალიან განივსო და საინტერესო თემის აქტუალობაზე მეტყველებს, რომ ამდენი სხვადასხვა აზრი წარმოიშვა, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანის ცხოვრებაში ვერაფერს გამორიცხავ, ადამიანებს არაჩვეულებრივი ფანტაზია გვაქვს და ძალიან ბევრ სიუპრიზს გვთავაზობს ცხოვრება, მაგრამ მეგობრობის იმ გაგებით, რა კუთხითაც ჩვენ მას განვიხილავთ და აღნიშნავთ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, სადაც არსებობდა ინტიმი, იქ მსგავსი მეგობრობის ალბათობა ძალიან ნაკლებია, რომ დარჩეს ქალს და მამაკაც შორის. ხოლო რაც შეეხება როგორც კახამას თქვა, კეთილგანწყობას, კეთილმოსურნეობას და თავაზიან ურთიერთობას, ეს უკვე სხვა თემაა და სწორედ ალბათ ის ცივილური და ის ადამიანური ურთიერთობა ზუსტად მაგას მიანიშნებს, მით უმეტეს თუ შვილი არსებობს და თუ კი ასეთი მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი აქვთ ერთმანეთთან ქალს და მამაკაცს. რაც შეეხება გერლფრენდის და ბოიფრენდის თემას და თქვათ როგორ შეიძლება ურთიერთობის ფორმები სამომავლოდ განვითარდეს, ეს ალბათ კონკრეტული წყვილების და ორი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია და შესაბამისად ძნელი ამას რაღაც ზოგადი ჩარჩო და მიმართულება მისცე პროფესიული კუთხით, მაგრამ აი თქვათ იგივე ქალის და მამაკაცის დამოკიდებულებას და მეგობრობის ტიპსაც კულტურული განსხვავებები, რელიგიური მწამსი, ისტორიული ფონი ძალიან დიდად განსაზღვრავს. ჩვენ მაგალითად, რასაც მეგობრობას ვეძახით და რაც ჩვენთვის ძალზედ ფასეულია, ღირებულია, მე ვფიქრობ ზოგადად საკაცობრიოდ ღირებულია, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულებები ქალს და მამაკაც შორის ევროპულ და ამერიკულ კულტურაში ვიცით, რომ როგორც ჩვენ ვიცით, ნაკლებად გასაგებია მათთვის და ალბათ მსგავსი გადაცემაც იქნება საოცარი გაურკვევლობა მათთვის, რომ სხედან ადამიანები და ისეთ მეგობრობაზე საუბრობენ, სადაც ინტიმი არ მონაწილეობს და ამ დროს არის ორი სქესი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი განიხილება ზოგად ჭრილში და არა მხოლოდ ინდივიდუალურად, მაგრამ გადაწყვეტილებებს საქმეც ის არის ჩვენ 21 საუკუნეში ძალიან ინდივიდუალურად ხვებულობთ ადამიანები და ყველაფერი მაინც არჩევნამდე და იმ შინაგან კომფორტამდე მიდის, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და რა მაინტერესებს, მამაკაცები ხშირად ეჭვიანობენ იმაზე, რომ მათ ქალს ყავს მეგობარი ბიჭები. უბრალოდ მეგობარი ბიჭები. რატომ ხდება ეს, თუ მეგობრობა ქალსა და მამაკაც შორის არსებობს და თუ მამაკაცი არაფერს ესე იგი ეს მამაკაცი თulis რომ ქალსა და კაცის შორის მეგობრობა არ არსებობს. ხო, აი ამაშია საქმე. პასუხია მაგაზე, ხო? ჩემი აზრითაც ეგრეა, იმიტომ რომ არ ვიცი რატო ეჭვიანობენ. და პირადად არ ეჭვიანებდი, აი შენ შეყვარებულ გოგონას ან მეუღლეს, რომ ყავდეს ძალიან ბევრი მეგობარი მამაკაცი და იმათთან საუბრობდეს ტელეფონზე ღამეგვიანობამდე დილით ადრე ურეკავდნენ თუნდაც. მე ხა ეს ისეთი დეტალებია რა რაღაცა. ცოტა გაშლილი თემაა, აი ხო იცი, ცოტა პროვოკაციული კითხვა, აი დილით ადრე რო ურეკავდეს. რამდენად ადრე? ბაზარიდან გამოვიდი და ტელეფონი გათიშა და შენ რა რეაქცია აქვს, ეს სხვა რამეა რა, ხა სხვა კითხვაა. კი, მაგრამ აი მეგობარს გოგოს რო ელაპარაკებოდეს, რამე იცი რომ არ ეჭვიანებ, ხო? ბავშვობიდან თუნდაც ანუ სკოლიდან ერთად მოდიან და ანუ მე მათ ვიცნობ და ერთ-ერთი ვამჩნევ ზოგადად მეგობარი ვინ არის და ვინ არა შემიძლია ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვწდები, მაგრამ არ მგონია რომ ვწდებოდი. ესე იგი შენ შეგიძლია ქალებთან მეგობრობა, რადგან სხვაძეც არის. ძალიან ნორმალურია რა ეს მომენტი, რომ ის მეგობართან ერთად არის ან მეგობარმა დაურეკა ან რაღაც კითხა, ან როგორ შეიძლება მაგაზე რაღაც რეაქცია ქონდეს რა. ესე იგი შენ შეგიძლია და აქედან გამომდინარე საუბრობ. ალბათ ხო, რახან ესე იგი მე უშვებ იმ აზრს, რომ ქალი და კაცის ურთიერთობა შეიძლება იყოს მხოლოდ მეგობრული და არ იყოს ინტიმი. ხა ინტიმი სადღაც შეიძლება ვიღაცა სადღაც გაძრეს რა, ან ძილში, ან სადღაც ფიქრში, მაგრამ ადამიანის ეგ არის რაღაც პირობებზე დგას ადამიანი, ხო? შეზღუდვებია რაღაც. შესაბამისად, ანუ ყველაფერი ხდება რა, ანუ სიზმარში შეიძლება ესეთი რაღაცა მოხდეს, ხო, ეს მე არ ვამბობ. და ეს სიზმარი, ფიქრი და ქვეცნობიერი არ ნიშნავს არაფერს. არა, ქვეცნობიერი არაფერს არ ნიშნავს, თქო, როგორ შეიძლება თქვა, ქვეცნობიერი ნიშნავს. არ უნდა რეალიზდეს.
მაგრამ არსებობს ქვეცნობიერი, არსებობს პირობა, ხო? ამ ქვეცნობიერის რაღაცა საფუძვლის ხო შეფუთვა და რაღაცა რომ შეუფუთო, ხო, შენ თავს, იმიტომ კი რომ სხვას მოაჩვენო რამ. ზოგადად, ანუ შენ თუ იტყვი რაღაცას, ის არ უნდა გააკეთო. ანუ მე მგონი რომ ადამიანის ცხოვრება და მიზანიც პირობებზე უნდა იყოს აგებული და აქედან გამომდინარე მიხვალ რაღაც შედეგამდე არა მარტო მეგობრობაში იგულისხმება რა, ყველაფერში, გინ პროფესიაში და გინ ნებისმიერ რამეში. იცით რა, თუ ქვეცნობიერი და ცნობიერი ერთმანეთთან ვერთან ხდება, მაგალითად მეგობრობის შემთხვევა რომ ავიღოთ ისევ და ისევ, აუცილებლად ეს თავს იჩენს სამენაირი სახით და არ დარჩება გულწრფელ დამოკიდებულებად. ხოლო რაც შეეხება რამდენად ეჭვიანობენ, არ ეჭვიანობენ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, დაწყებული პიროვნული ფაქტორებიდან, ფსიქოლოგიური სირთულებიდან, მაგრამ ჩვენ რო ისევ მეგობრობის ჭრილს დავუბრუნდეთ. ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე ხდება ესეც ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. მეგობრობას ორივე ერთნაირად. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვესტუმრეთ, იმისთვის რომ ამ თემაზე სასაუბროთ მოხვედით. მე კი დავამშვიდობები მაყურებელს ხვალამდე დროებით. მოკლედ ბევრი ფიქრის შემდეგ კვლავ მეგობრებად რჩებით, სულ სხვა თემებით, სულ სხვა სტუმრებით, ხოლმე ზუსტად პირველზე შევხვდებით. ოპა, განგამ სტაილ, ნახვამდის.